ამიტომ ვიზახი სწორედ ჩემი საუბარი ეს არის რამენაირად ინდივიდუალურად თუ შეაღწევს რომელიმე ჩვენთაგანის ცნობიერებაში ქრისტიანული წმენა, ხედვა და მერე აზროვნება გაფართოდება და უკვე კვლევა-ძიება იწყება შემოდის იმ სამყაროსეული რაღაცა ღირებულებებისა, მორალზე, ეთიკაზე და მერე რა არის პოლიტიკა, რაღაცა ცოტა გამოღვიძება რო დაიწყება და დაბადება კაი რაღაცაა რა, დაიბადე, ტარიღავი და დაიბადე. აი ეს გემო რო გავიგეთ, იმიტომ ვიძახი რომ ვისაც სურვილი აქვს საქართველოსთან იმედი და ხსნას ნუელოდებით, მაგრამ ხსნა ინდივიდუალურად შესაძლებელია. გინდათ აზროვნება? აზროვნების არქიტექტორს მივაკითხოთ და ასეთი არის ღმერთი. და მასზე დაბმული პიროვნებები. ფილოსოფოსი ყოველთვის ეკამათება საზოგადოებაში შექმნილ თუ გამოძერწილ ღმერთის სახეს. ამ ხრივ ფილოსოფოსს მე პლუს დავწერ. საზოგადოებაში მე შექმნილი ღმერთები მიუღებელია. სოკრატე სწორედ დაუპირისპირდა საზოგადოებაში, საბერძნულ საზოგადოებაში შექმნილ ღმერთების უამრავ სახეებს და ტყავი გააძრო. სოკრატე ატებს ცემ. სწორია. ამიგეთ ფილოსოფოსი კაი ადგილზე კარგია. აბა რა თქმა უნდა ახლა ისეთი გაგება რელიგიისა რაც საბერძნეთში იყო. ამაზე წინწავი და სოკრატე. ხედავთ? წინწასული კაცი არის ეს. და ფილოსოფოსიც იყო ფილოსოფოსობა საზოგადოებაში. რაც არის ახლა ის სწორი არის ეს რაც არის აი გინდა პოლიტიკა. გინდა ეს ახლა რაც რელიგიაში ხდება საქართველოში. ეს ახლა აპრიორი რატო უნდა მიიღოს ადამიანმა? მე ვიღებ აპრიორს იმიტომ რომ ბიბლიიდან ასწავლი მაქვს. მაგრამ არ ვიღებ იმ სახეს რაც საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაშია გაბატონებული. ეს არ არის ღმერთი. ეს არ არის ღმერთის თაყვანისცემა. და აქ ახლა როცა ჩაისახება ისეთი ინტელექტუალური პიროვნებები რომ ამასთან კამათში ისინი ცოტა წინწავლენ, დასცემენ აი ფსევდო ღმერთის ხატის ღირსებას ერში დასცემენ ძირს. ეს წინსვლა არის. ყალბი ღმერთები რომ დამღუპველია საზოგადოებისთვის, ამისი დადასტურება არის იაკობის ოჯახის ისტორიაც. და მე მივადექით 34-35 და პარაღამ 36 თავიც ის პატარა თავია რომ წავიკითხოთ. გახსოვთ ალბათ სად გავჩერდით ხომ 34 თავი 35 თავი იმით არის საინტერესო მან უკვე ჩვენ ახეთ ბევრი მას გავიგებთ ინფორმაციას გვხვდება რებეკა საღვთო წერილში არ არის პირდაპირ მინიშნება იმისა რომ რებეკა რო გარდაიცვალა მაგრამ ირიბი გზით ვგებულობთ დებორასაგან დებორა გვხვდება ეს იწერება მან დებორა ეს არის ძიძა იაკობისა და ესე იგი შესაბამისად გარდაცვლილია დედაც არ უნახია ესე იაკობს ასევე გვხვდებით უკვე ისააკიც ხდება და ამ თავებში 34-35-ში და მე 38-ში არის იაკობის ოჯახის სამარცხვინო საქციელი შვილებისა. ლიას 4-ვე შვილი შეცდომაზე უშვებს. ეს ლიასთან იაკობის შვილი ესე იყო. რუბენი, სიმონი, ლევი, იუდა. იუდა უკვე 38 თავში გებულობთ. რას აკეთებს რუბეონი? ნახეთ, აი ეს ამ ოჯახმა საიდან შეიძინა. ლაბანთან ტყვილა არ გაიარა ნეგატიური გაგებით. ლაბანის ოჯახში ყოფნამ დიდი ხნით. ნახეთ თავისი კვალი დატოვა ამ ოჯახზე. და სწორად მოიქცა ღმერთი რომ ისეთი სიტუაციაში იქნა რომ იქიდან აბარგებულიყო იაკობი თავზე გაუტყვა მაგასი ყოფნა და შედეგებით სახეზე არის წამოიღო თავისმა მეუღლემ საყვარელმა მეუღლემ ღმერთები და როდესაც იაკობი ლაბანთან საუბარში იძახის რომ თუ ვინმეს უპოვნი ის მოკვდება ისმინა ღმერთმა ეს და გზაზე რებეკა შესრულდა ისა ნახე ღვთისგან გარდაიცვალა რებეკა შობიარობას გადაყვა თუმცა ბენიამინი იბადება და თავის მწუხარების შვილს უწოდებს ამას ბენონი და შეცვალა სახელი იაკობმა არა მწუხარების არამედ ჩემი საყრდენი ჩემი მარჯვენის ხო შვილი რომელიც მოხუცებულებაში რამე რა დავეყრდნობი სახელი შეუცვალა საინტერესო ისტორია არის ეს ისტორია არ არის ერთი კერძო ადამიანის ისტორია ან ერთი ერის ისტორია რომელიც იცი რა ისტორიისათვის ვისწავლოთ და არა ეს არის კაცობრიობის ისტორია იაკობი არის აბსოლუტურად სუყველა ადამიანი სუყველა და თუ თქვენ იაკობს მარტო ებრაელად ჩარიცხავთ ეს არ მიანიშნებს თქვენს სწორ გაგებაზე გამიგეთ იაკობი არის სუყველა იაკობი ნიშნავს სწორედ ადამიანს რომელიც თავისი ძალებით ცდილობს ყველაფერს მაიმუნობით ხრიკებით რომელიც ფორმალურად ღმერთს აღიარებს და მაინც თავისი კატეგორიებით მოძრაობს ცხოვრებაში აი ეს იაკობი არის რომელიც ასე მუდმივ ჭიდილში არის მე ღმერთსაც შეხვდება მაგრამ ნახეთ თითქოს არაფერი არ ხდება ამაში ძვრა ესავთან შეხვედრაში ჩვენ გავიგეთ ისეც რომ როგორ შეხვდა ესავს ხო როგორი შიშები აქვს არ მიყვება ესავს ესავი რო ეუნება წავალ წინ და მომყევა არა აღარ უნდა მასთან სიარული არ ენდობა ბოლომდე ესე იგი ნახეთ ეს კაცი რომელიც ღმერთს მთელი ღამე ერკინებოდაო მაინც ანდახან ისეთ ხორციელი იმაში ზის რომ არ მოხდა მომენტალური აფეთქება და დაბადება ამ კაცისა შემოbrnების წერტილი თითქოს არის მაგ დადო იქა ძეგლად სახელით შეუცვალა იცით ერთხელ ორჯერ შეიცვალა სახელი იმ ადგილს ფენუელიც უწოდა გახსოვთ ალბათ რამდენჯერ შეცვალა და მესამედ კიდე ცulis ერთ ადგილზე ელბეთელს უწოდებს
აი ესეთი ღმერთის ღვთიური სახლი, აი ესეთი ქართული იმით თუ თარგმნით. ესე მიუხედავად ამისა, ეს კაცი, ნახეთ, განა მიდის ხებრონში, სადაც თავისი ბაბუა იყო. არა, შეჩერდა ერთ ქალაქში. შეჩერდა, მიწა იყიდა, კარავი დასცა. ააგო საკურთხეველი, ესე იგი რწმენას ღმერთს მოუხმო, ესე მთავრდება ეს თავი, მოუხმო ღმერთს და დაიწყო ცხოვრება. და 34 თავი, ჩვენ ხო წავიკითხეთ 33-ს ჩათვლით ხო? ეხლა 34 თავი წავიკითხოთ, 35-ს მივაყოლოთ და 36 პატარა არის და გეტყვით მის დანიშნულებას. აბა გთხოვთ წავიკითხოთ 34-35 თავი. თავი 34. გავიდა დინა, ლიასასული იქაური ქალიშვილების სანახავად. დაინახა იგი შექემმა იმ ქვეყნის მთავრის ხივიელი ხამურისძემ. წაიყვანა დაწვა მასთან და პატივი ახადა. გული შეუვარდა დინაზე იაკობის ასულზე. შეუყვარდა ყმაწვილი ქალი და ცდილობდა მისი გულის დამშვიდებას. უთხრა შექემმა ხამურს, თავის მამას. ცოლად მომიყვანე ეს ყმაწვილი ქალი. გაიგო იაკობმა, რომ შეურაცხყო შექემმა დინა მისი ასული. მაგრამ ვაჟიშვილები ცხვარში ყავდა და გაჩნდა იაკობი მათ მოსვლამდე. გამოვიდა ხამური შექემის მამა იაკობთან სალაპარაკოდ. იაკობის ვაჟებიც დაბრუნდნენ მინდვიდან. როცა გაიგეს ეს ამბავი, შეწუხდნენ, გამწარდნენ, რადგან სამარცხინო საქმე დაემართა ისრაელს. იაკობის ასულთან რომ დაწვა შექემი. არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ. ელაპარაკა მათ ხამური და უთხრა: გული შეუვარდა ჩემს ძეს შექემს თქვენს ასულზე. მიათხოვეთ ცოლად. დაგვიმოყვრდით, მოგვეცით თქვენი ქალები, ხოლო ჩვენი ქალები თქვენ წაიყვანეთ. დარჩით ჩვენთან. თქვენს წინაშია ეს ქვეყანა. იცხოვრეთ და მოიხმარეთ იგი. წილი დაიდეთ მასში. უთხრა შექემმა ქალის მამას და ძმებს: ოღონდ მადლი პოვოთ თქვენს თვალში და რაც გინდათ მთხოვეთ, მოგცემთ. დამაკისრეთ დიდძალი ურვადი და ძღვენი. მოგცემთ, რასაც მომთხოვთ. ოღონდ მომეცით ცოლად ეს ყმაწვილი ქალი. მიუგეს იაკობის ვაჟებმა შექემს და მის მამას, ხამურს და მზაკრულად ელაპარაკნენ, რადგან შეურაცხყო შექემმა დინა, მათი და. უთხრეს: ვერ ვიზამთ ამ საქმეს. წინა დაუცვეთელ კაცზე ვერ გავათხოვებთ ჩვენს დას, რადგან აუგია ეს ჩვენთვის. მხოლოდ მაშინ მოგცემთ დასტურს, თუ ჩვენსავით წინა დაიცვეთს თქვენში ყოველი მამაკაცი. ჩვენს ქალებს მოგათხოვებთ და ჩვენც ვითხოვთ თქვენს ქალებს. თქვენთან ვიცხოვრებთ და ერთ ხალხად ვიქცევით. თუ წინა დაცვეთას არ მოინდომებთ, წავიყვანთ ჩვენს ქალს და წავალთ. მოეწონათ მათი სიტყვა ხამურს და შექემს, ხამურის ძეს. არ დააყოვნა ყმაწვილმა კაცმა ამ საქმის გაკეთება, რადგან ძალზე უყვარდა იაკობის ასული. იგი ყველაზე პატივდებული იყო მამისეულ სახლში. მივიდნენ ხამური და შექემი მისი ძე ქალაქის კარიბჭესთან და ელაპარაკნენ ქალაქის მკვიდრთ. მშვიდობიანად გვეკიდებიან ეს კაცები. იცხოვრონ ამ მიწაზე და მოიხმარონ იგი. აჰა, ხელგაშლილია ეს ქვეყანა. მოვიყვანოთ მათი ქალები ცოლად და ჩვენც მივათხოვოთ მათ ჩვენი ქალები. მხოლოდ მაშინ მოგცემენ დასტურს ეს კაცები ერთად ცხოვრებაზე და ერთ ხალხად ყოფნაზე, თუ წინა დაიცვეთს ჩვენში ყოველი მამაკაცი, როგორც თავად არიან წინა დაცვეთილნი. განა ჩვენი არ იქნება მათი საქონელი, მათი ქონება, მთელი მათი პირუტყვი, ოღონდ დასტური მივცეთ და ჩვენთან იცხოვრებენ. დაუჯერეს ხამურს და შექემს მის ძეს, ქალაქის კარიბჭესთან მოსულებმა და წინა დაიცვითა ყოველმა მამაკაცმა, ქალაქის კარიბჭესთან მოსულმა. მესამე დღეს, როცა ჯერ კიდევ აწუხებდათ ჭრილობა, იაკობის ორმა ვაჟიშვილმა, სიმონმა და ლევიმ, დინას ძმებმა, ხელთ იპყრეს מחვილები. გულდანდობილად დაეცნენ ქალაქს და ამოხოცეს ყველა მამრი. מחვილით დახოცეს ხამური და შექემი მისი ძე. გამოიყვანეს დინა შექემის სახლიდან და წამოვიდნენ. მიადგნენ იაკობის ვაჟიშვილები დახოცილებს და გადარცვეს ქალაქი დის შეურაცხყოფის გამო. წამოასხეს მათ ცხვარძროხა და სახედრები და ყველაფერი, რაც ქალაქში და მინდვრად ჰქონდათ, წამოიღეს. მთელი მათი დოვლათი, მათი ბავშვები და ცოლები და ყველაფერი, რაც სახლში ჰქონდათ, ხელთ იგდეს და ნადავლად წამოიღეს. უთხრა იაკობმა სიმონს და ლევის: რატომ დამღუბეთ? რატომ შეაძულეთ ჩემი თავი ამ ქვეყნის მკვიდრთ, ქანაანელებს და ფერიზელებს? ცოტანი ვართ, შეიკრიბებიან ჩემს წინააღმდეგ და მომკლავენ. მეც დავიღუპები და ჩემი სახლიც. უთხრეს: როგორც მეძავს უნდა მოგცეოდნენ ჩვენს დას. საინტერესო თავი არის ეს 34 თავი. ახლა ჩვენ, ესე იგი, ესავთან შეხვედრამდე ჩვენ გავეცანეთ იაკობის მდგომარეობას
მთელი ღამე ღმერთთან ურთიერთობა ეს საინტერესო და სახელით შეიცვალა ისრაელი. შემდგომ ამისა სცენარის ძმასთან შეხვედრის და იქაც რა უცნაური სცენარი თუ ეს დეტალები გახსოვთ, როგორ განალაგებს შეხვედრას, ჯერ წინ გაუშვებს თავის მსახურებს, მწყემსებს, რომ დაინახოს ეს ფარა და გული მოუგოს, აი რო გაიგო, რომ ესავი 400 კაცით მოდის და შეშინებული არის. ეს არ გავს იაკობი უცებ აფეთქებულ, გაღვიძებულ კაცს. ესე იგი, მაინც ადამიანური კატეგორიები ისე ძალობს, რომ ღმერთთან ურთიერთობა მას მიავიწყდა, რომ ღმერთი ყოვლის შემძლეა და ყველგან არის. და აღთქმა ამასთან დადებულია, ხომ, როგორც ა ブラ ამთან და ისააკთან. ასევე იაკობთან დაიდო აღთქმა, როგორც აი ქვეყანას რო პირდება მას, რომ შენ ჩაგაბარებო. კაცი ამას არ გავს. მიუხედავად ამისა, ნახეთ, წინ გაუშვებს თავის მსახურებს, გახსენებთ იმ თავს. შემდგომ მაინც ამას არ ენდობა ბოლომდე და ისე დაალაგებს თავის ოჯახობას, რომ პირველ ადგილზე განათავსებს მოსამსახურებს, ამ ხალებს, მოსამსახურე ხალები რო ცოლად ყავდა, იმის შვილებს და სულ ბოლოში ვინც უყვარს იმას დააყენებს რახილს და მის შვილს. ესე იგი, აი ამაში არ ჩანს ეს ამ იაკობში ღმერთის რწმენა, მაინც შიში ამოძრავებს. და როცა უკვე შეხვდება ისავი თითქოს გამოცვლილი ეჩვენა მას. თითქოს კი არა, ფაქტურად ისავი ყბილად შეხვდა მას და გააოცა იაკობმა ასეთმა შეხვედრამ, ჩაეფუშა ამას ეს გმე, ეს აბრძოლოთ ემზადებოდა, შიში აქვს მას ეს 20 წელიწადია და შიში ახლდა ამ შეხვედრას. ისავთან საუბარი, ასე იგი დიალოგი გვახსოვს ჩვენ, მოიკითხეს, მიიკითხეს, გააცნო ჯალაბობა, ისეც უთხრა, ისინი ვინ იყო, შენი საჩუქრები იყო. წავიდა ჭიდაობა ჩვენი ენაზე რო თქვა და აბაჯაჯგურია ჩვენი საჩუქრები, არა კატეგორიულად არიღებს ისავი საჩუქრებს, მაგრამ ბოლოს როგორც იგან დაითანხმა. ახლა დაშორება როგორია? ისავი ეუნება წამოვიდა, ამე წინ წაგვიწყებ. არა, მაინც არ ენდობა. რომ წინ მიდიხარ, რა ვიცი რა არის, როგორ არის და დაშორდნენ. კარგი, ესენი დაშორდნენ ერთმანეთს. და ეხლა სად მიდის, სად სახლდება? ესე იგი, გამოვიდა რა ხარანიდან, უნდა მას ჩაეღწია ხებრონამდე, ხომ? და ეს ჩერდება ქანაანის ისევ ტერიტორიაზე შეხემში. ფაქტურად გაჩერდა, შვაგზაში გაჩერდა ეს. და იქ მიწად შეიძინა, კარავი დააგო და აი 34 თავი იღება კარებირითი, ქალიშვილი დინა, რომელიც არ ფიგურირებდა მანამდე და არ ფიგურირებს გარდა იმისა, რომ შეეძინა ლიას შვილი არის ეს 11 ვაჟი შვილი ყავს და ხალი ჩანს აქვს, თუმცა გამორიცხულია, ვთქვათ რომ ვამტკიცოთ რომ მარტო ერთი გოგო ყავდა. შემდგომი დიალოგიდან ჩანს რომ შექემი და ემორი თავის ხალხს ელაპარაკება. ისინი ეუბნებიან რომ აი შერეული ქორწინების იმათ გოგოები მოიყვანოთ, ისინი დავქორწინდებით და აქეთ ჩანს ამ დიალოგიდან რომ ქალიშვილები რა თქმა უნდა ყავდა. არნიშნავს იმას რომ ერთადერთი ქალიშვილი ყავდა. აი ეს დინა გამოდის გარეთ, დეტალები დაწვრილებით არ არის, ლიტერატურულ დონეზე ეს არ არის. არ არის გადმოცემული დინას გარეგნობა, მორალი, ქცევა, мотивация რატო გავიდა გარეთ. ჩვენ ეს არ ვიცით. უბრალოდ ჩვენ აი ეს მომენტები უნდა ავიღოთ იქიდან რომ 20 წელი ლაბანის ოჯახში ცხოვრებას უკვალოდ არ ჩაულია ნეგატიური გაგებით. ბევრი რაღაცები ამ ოჯახის წევრებმა იაკობის იქიდან წამოიღო და განსაკუთრებით იაკობმა იჩქარა და ვარი არ უთხრავთ აი იმ გარიგებას ლაბანმა ერთი ცოლი, მეორე ცოლი არ იწონებს ამას ღმერთი. ამას არ იწონებს. იმიტომ რომ ნახეთ რა პრობლემების წინაშე დადგება ახლა ეს ოჯახი. ჯერ მეტოქეობა, ერთმანეთში ჭხუბი, ქალებს შორის, დაიზარდა ეგ შვილებს შორის, რომელიც არ ჩანს ეგა. აი ნახეთ ბიბლიაში ბევრი რამე ჩაწერილი, იმიტომ კი არა რომ იწონებს ბევრი რამეს ღმერთი. ჩაწერილი იმიტომ რომ სინამდვილე უნდა გადმოცოს, მაგრამ ბევრი რამეს ღმერთი არ იწონებს. ეს არის ჩვენი ჭკუის სასწავლებელი. იაკობს შეეძლო ან ღმერთის ყოვლის შემძლეობას თუ გაითვალისწინებდა, ლაბანის წინადადებას არ უნდა დათანხმებოდა. აი რაც ის გარიგებას ჰქონდა ადგილი და მოტყუებას და მამაძაღლობს, იმიტომ რომ წარმართი იყო ლაბანის ოჯახი, ეს კარგად ჩანს, ამ წარმართობის იმაში იზრდებოდა ქალები ორივე, ლიაც, რახილიც და ღმერთებიც წამოიღო თავისი ღმერთები მან, ხომ? იაკობმა არც იცოდა ეს ისე დაუმალა თავისმა საყვარელმა ადამიანმა. აი ეს დინა ამ ოჯახში გაზრდილი ქალის ჩვენ არ ვიცით მისი ფსიქოლოგია, არ ვიცით მისი მორალი, გავიდა გარეთ. ესე იგი თანამედროვე ტერმინით რო თქვა, ეგ გავიდა დასათვალიერებლად. აი რაღაც რო იტყვიან ვიღაცის გამოსაჭერად, ჟარგონულად რო თქვა და რით მთავრდება ეს? ადგილობრივ ქალებს შეერია გოგონებთან წავიდა, საცეკვაოდ სიტყვაზე ვიძახი და იქ შეხედეს უცხო ქალია და შეხემი არ არის აღწერილი დეტალურად რა მოხდა, თანამედროვე ტერმინით რო თქვა, რაღაცა მოტყუებით გაიყვანა და გააუპატიურა. თანამედროვე ტერმინი რო იხმაროთ. ხომ ძალა იხმარა წერია ბიბლიაში, ესე იგი გააუპატიურა. შემდგომ ამისა ამ პიროვნებას ეს ქალი მოეწონა, შეუყვარდა. იაკობმა რო ის გაიგო, შვილები, ბიჭები არ არიან, როგორც ამოზრდილი ყავს ამას შვილები, გარეთ არიან სულ ყველა გაძოვარზე, რომ მოდიან და ამ ამბავს გებულობენ იაკობის შეცდომა ისე რომ შვილებს ჯერ რატო ჩააყენა საქმის კურსში და შეცდომაზე უშვებს იაკობი. რომელიც ისრაელად არის უკვე წოდებული, აი ნახეთ შედეგებზე ლაპარაკობს და არა ცოდვაზე. შვილებს მიუთითა საშინელება შედეგის და არა ის რომ ცოდვა ჩაიდინეს მათ.
სიმონმა და ლევიმ გავასწრებ მოვლენას. ესე გებულობენ რა ძმები ამას და ოჯახში მოდის შეხემი თავისი მამით და თელემით კეთილი განზრახვა, მართლაც კეთილი განზრახვა აქვთ უკვე, მაგრამ არა რელიგიის თვალსაზრისით, სოციალური გაგებით ვიძახი, თან მანდ არის ერთი მუხლი, სადაც თავიანთ ხალხს ეუბნებიან, რომ მოვიყვანოთ იმათი ქალები, ჩვენ კიდე ჩვენებს წაიყვანენ და იმათ ქონებას ჩვენ ესე შემოვიერთებთო. ბიბლის თანახმად მოგეხსენებათ შერეული ქორწინები ამ კონტექსტში იგრძალება. იცით რატომ ქრისტიანობა გამოვიდეს და ეს თამომავლობა უნდა ესეთი მით იყოს რაღაცნაირად აი გერმეტულად ხომ ეს. ამ ხრივ არ შეიძლებოდა თქვათ აღრეული ქორწინებები და იგრძალებოდა. ეხლა იაკობი სულაც ცოდნოდა და მიტის გარიგებაზე. მოდის რა მამა იქიდან და შვილი და უკვე უყვართ, თან ხვდება ამას, რაც შეცდომა არის. და რა პირობით მიაქციეთ ყურადღება. ყველამ წინდაცვეთა ჩაიტაროს. ეს ნახეთ როგორ წინდაცვეთით ისინი გამოიცვლებოდნენ, ისრაელის ღმერთს იწამებდნენ, რაც ბიბლიაში ემოცემული თუ რა. როგორი ჭკუის სასწავლებელია ჩვენთვისაც ეს თანამედროვე ცხოვრებაში რო ვართ ჩვენ. ფორმალური რელიგიას რო ბევრი იღებს, მაგალითად, ცოლი მოყავს ვიღაცა და იცერ ქრისტიანი არა ხარ, აი ჯვარი დავიწეროთ. ხო, დამთავრდა, ვითომ გაქრისტიანდა. ეგ სულტყუილია, ცნობილი ფაქტი არის მარკ ტვენი, როგორ შეუყვარდა ერთი ქრისტიანი გოგონა, ძალიან მოწონდა მას და ის გოგონა აიძულებდა ამას, რომ იგი ეკლესიაში დაეწერა ჯვარი და ქრისტიანობა მიიღო. დათანხმდა ეს ოღონდ იმისათვის, ეს ცოლად წაყოლო და ეს ცნობილი მარკ ტვენი, მაშინ ცნობილი არ იყო ისეთი მწერალი და რო წაყვა ცოლად მარკ ტვენს ეს გოგონა, აი გაუმწარა რა ამ კაცმა სიცოცხლეცი. და ყველანაირად გამოუცხადა მე მარკ ტვენმა თვითონ რომ როცა გახდა ცნობილი მწერალი, მე არასოდეს მე არც ქრისტიანი ყოფილიყო და მე არ წამსხვერთიო. ეს იყო დიდი დარტყმა ხომ? აი ესე მოტყუებით. იგივეს ეხლა აი აქ, რასაც აკეთებს ეგ შეხემი რომ მოდის თავისი ამორით, ეს ხომ პოლიტიკა არის? რამენაირად ეს მართლაც მოწონს ამას ეს ქალი და ქალათ უნდა რაღაც мотиваციები ესეთია რომ გამდიდრებულია იაკობი, ძალიან მაგარი ჩამონათვალში იცით რამდენი საქონელი ყავს, აკლემები, ძროხა, სხვა რა ვიცი, მოკლედ მდიდარი კაცია რა, იმ ზომებით, რაზომაც და მასშტაბებით მაშინ იყო მიღებული. და ბუნებრივი ესეთ კაცთან დამოყრება და რაღაცა იმ თავითვე გადაიყვან იმას, სიმდიდრე ჩენი იქნება. იაკობი ამაზე თანხდება. ხოლოდ პირობა, ძმებიცაც რო ეტყვის, ძმები იგივე ეს ეტყვიან რას, წინდაცვეთა დაუჯერებენ ესენი. შეიკრებია საბჭოარი კარებთან ყოველთვის ეგრე არის, სახალხს გამოუცხადებს ეს შექემის მამა და თვითონ შექემი იქ არიან და მთელ მოსახლეობა, ამ ამრები წინდაცვეთას ჩაატარებენ. ისე რომ იაკობი გაგებაში არ არის, ამას რა მოყვება. თურმე ძმებს განზრახული აქვს სხვა რამ. ესე იგი დაუძლურებული ეს ხალხი სისხლდენა, თელი რიგი რაღაც დასუსტებულები, დაეცხნენ თავზე ეს ძმები. ააწიოკეს, დახოცეს სულ ყველა, რაც სასტიკად ეს ღმერთმა ეს არ მოიწონა. და მე ნახავთ ამ მიების ისტორიას, ნახავთ როგორ წინ დახვდება ამას ეს ყველას, ხო? მოკლედ გაძარცვეს, ქალები წამოიყვანეს, იაკობი არის შეშინებული. ეხლა თელი მეზობელი ხალხი ჩვენს წინაშე და მეზობელი ტომებიც ხო იყვნენ დასახლებული. შეითქვებიან და ტყავი გამძვრებაო. ამას ესაშინებს და შვილებს კი არ მიუთითებს, რომ ცოდვა ჩაიდინეს. შედეგებზე იმაშვება, რომ შეშინებული არის. ხო და აი ამის მერე უკვე აი უცნაურია როდესაც ეს ძარცვაგლიჯვა მოხდა და უკვე შეშინებულია, რატომ ჩააყენა ღმერთმა იაკობი ამ მდგომარეობაში? ეს ხო მანდ უკვე დააფუძნდა, ცხოვრებას იწყებდა და საბედის წერო ნაბიჯიც გადაიდგა. კერძოდ დაამოყრება ქალს ათხოვებს. ბოლო-ბოლო თუ დააპირდი სიტყვა შეუსრულე. გაათხოვე ეს ქალი და წამოდი შენ. დაუტოვე იმას. არაფერი პრობლემა არ არის. ესეც შეეძლო მას გაეკეთებინა მორწმუნე კაცს. და შვილებში არ გაემჟღავნებინა ეს დონეზე, ან გაეკონტროლებინა შვილები და ისეთი სისხლისმღვრელი ის არ უნდა გაიჩაღებინა, რაც გააჩაღას ამ ძმებმა. და მთლიანად მართლაც საშინელი მდგომარეობა ჩამოვარდა. მიუხედავად ამისა, შიშმა ისე შეიპყრო, რომ იაკობი რომ სასწრაფოდ ტოვებს ამ ადგილს, მოbrunება სწორედ აქ იწყება იაკობის ერთ-ერთ ტექსტს იტყვის, ეს ტექსტში ჩაწერილი არის, რასაც მიმართავს მე თავის ოჯახის წევრებს და რამებს გააკეთებს. აი ახლა შემდეგ თავში გავიცნობთ ამას. აბა წამიკითხეთ და შემდეგი თავი. თავი 35. უთხრა ღმერთმა იაკობს: ატექი და წადი ბეთელს და იქი ცხოვრე. აუგე იქ სამსხვეპლო ღმერთს, რომელიც გამოგეცხადა, როცა შენ ძმას ესავს გაურბოდი. უთხრა იაკობმა თავის აღს და ყველას, ვინც კი მასთან იყო. გაყარეთ უცხო ღმერთები, რომელნიც აკავთ, განიწმინდენით და გამოიცვალეთ სამოსელი. ატექით და წავიდეთ ბეთელში, რომ სამსხვერპლო აუგო იქ ღმერთს, რომელმაც მისმინა გასაჭირში და ჩემთან იყო გზაზე, სადაც მივდიოდი. მიუტანეს იაკობს ყველა უცხო ღმერთი ხელთ რომ ჰქონდათ და საყურეები ყურებზე რომ ეკიდათ და დაფლა ისინი იაკობმა შექერთა მდგარი მუხის ქვეშ და დაიძრნენ. ღვთისშიში იყო გარშემო ქალაქებზე და არ დაედევნენ იაკობის ძედ. მივიდა იაკობი მთელი თავისი ხალხით ლუზში, ანუ ბეთელში, ქანაანის ქვეყანაში რომ არის
ააგო იქ სამსხვერპლო და უწოდა იმ ადგილს სახელად ელ-ბეთელი, რადგან აქ გამოეცხადა ღმერთი, როცა თავის ძმას გაურბოდა. მოკვდა დებორა რებეკას ძიძა და დამარხეს ბეთელს ქვემოთ მუხის ქვეშ. უწოდა სახელად ამ ადგილს ალონ ბაქუთი, მუხა გლოვისა. კვლავ გამოეცხადა იაკობს ღმერთი ფადან არამიდან დაბრუნებისას და აკურთხა ღმერთმა იგი. უთხრა ღმერთმა: იაკობია შენი სახელი. აღარ გერქმევა ამიერიდან სახელად იაკობი, არამედ ისრაელი იქნება შენი სახელი და უწოდა სახელად ისრაელი. უთხრა ღმერთმა: მე ვარ ღმერთი ყოვლადწლიერი, ინაყოფიერი და გამრავლდი. ხალხი და ხალხთა კრებული წარმოიშობა შენგან და მეფენი გამოვლენ შენი საზარდულიდან. ქვეყანა, რომელიც მივეცი აბრაამს და ისაკს, შენთვის მომიცია, შენი შთამომავლობისთვის მომიცია ეს ქვეყანა. გაშორდა მას ღმერთი იმ ადგილიდან, სადაც ელაპარაკებოდა. მაშინ აღმართა იაკობმა სვეტი იმ ადგილას, სადაც ღმერთი ელაპარაკა. სვეტი ქვისა და დაღვარა მასზე საყვრელი და სხოზეთი. უწოდა იაკობმა სახელად ბეთილი იმ ადგილს, სადაც ღმერთი ელაპარაკა. დაიძრნენ ბეთილიდან და ეფრათამდე არ იყვნენ მისულნი, რომ მოილოგინა რახელმა. ძინე ჰქონდა მშობიარობა. როცა უძნელდებოდა მშობიარობა, უთხრა რახელს ბებიაქალმა: ნუ გვეშინია, რადგან ახლაც ვაჟი გეყოლება. სულის ამოხდომისას როცა კვდებოდა, დაარქვა ვაჟს სახელად ბენყონი, ძე ჩემი ტკივილისა, ხოლო მამამ უწოდა ბენიამინი, ძე მარჯვენისა. მოკვდა რახელი და დაიმარხა ეფრათის გზაზე. ეს არის ბეთლემი. აღმართა სვეტი იაკობმა მის საფლავზე. ეს არის რახელის საფლავის სვეტი დღევანდლამდე. გაემგზავრა აქედან ისრაელი და გაშალა კარავი გედერის გოდლის უკან. ამ ქვეყანაში ყოფნისას ადგა რეუბენი და შევიდა ბილჰასთან, მამამისის ხარჭასთან და გაიგო ეს ისრაელმა. ლეას ძენი იყვნენ რეუბენი, იაკობის პირმშო, სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი და ზებულონი. რახელის ძენი იყვნენ იოსები და ბენიამინი. ბილჰას ძენი რახელის მხევლისა, დანი და ნაფთალი. ზილფას ძენი ლეას მხევლისა, გადი და აშერი. ესენი არიან იაკობის ძენი, რომელნიც შეეძინა მას ფადან არამში. მივიდა იაკობი ისაკთან, მამამისთან მამრეში, კირიათ არბეში, ანუ ხებრონში, სადაც მდგმურობდნენ აბრაამი და ისაკი. 180 წლისა იყო ისაკი. აღესრულა ისაკი და მოკვდა. შეერთო თავის ხალხს მოხუცებული და ხანსრული. და დამარხეს იგი ესავმა და იაკობმა, მისმა შვილებმა. ესეც ნახეთ, ეს ტრაგიკული თავი არის, ნამდვილად ის არის, ხო, დებორა ყვდება გებულობთ, რებეკა არია, რაკიღა დებორა ამათ შეუერთდა ალბათ ისავთან ერთად რომ მოვიდა, მაშინ გაიგო ეს ცნობა მან. საფრთხო წერილში ეს არ არის მოცემული, მაგრამ ირიბიგზით არის ნაგულისხმები. ყვდება რახილი, ასევე ყვდება ისააკი 180 წლისა. თავი, ამით თავდება ძმები, რომ შეხვდებიან ამ სიკვდილის თავზე ერთმანეთს. ეხლა ამ თავშიც მეაქცია თულად იწყება პირველი 2-3 მუხლე, ესე იგი ღმერთი ეცხადება იაკობს. ეს არ არის პოეტური წინადადება, ეს ნამდვილად, ესე იაკობი მდგომარეობაშია, კატასტროფული მდგომარეობაშია იაკობი, ხომ? შეშინებული არის და ბუნებრივია უნდა გამოეცხადოს ღმერთი. ეცხადება, ამაგრებს და მითითებას აძლევს, რომ აიყაროს გუდანაბადი და უცნაურია, როგორ არ უნდა ჩასულიყო მანამდე ბეთელი ხო ღმერთის სახს ნიშნავს და ღმერთის სახში უნდა დაივანოს ადამიანმა და არა ის რომ დაშორდეს იმას და გარეთ დაიდო სამკვიდრებელი რაც გააკეთა იაკობამ შედეგებიც არის აგერ სახეზე არის საოცარ მდგომარეობაში ჩავარდა ბიჭები და ჩოდვაც დაიდეს გააწყვეტეს მთელი ხალხი ეს არ მოეწონა ღმერთს ექსაქციელი შემდგომ ამისა ამ ღმერთის გამოცხადება იაკობს წმენას აძლევს და ნახეთ იაკობი აქ მთლიანად სულიერად უკვე გაზრდილად გვეჩვენება. მანამდე მაინც მიუხედავად იმისა, რომ ადრე ჩვენ ნახეთ იქ მთელი ღამე ერკინებოდა ღმერთიო და გახსოვთ მებრძოლიც უწოდა მას და ახალით ციცულება და აქ უკვე კიდე ერთხელ არის ხაზგასმულის რომ ეს ისრაელი არის ამიერიდან, ისრაელი ეს მიანიშნებს იმაზე რომ ეს გამოფხიზდა იაკობი. გამოფხიზლებული იაკობმა ტერმინიც ნახეთ როგორი მიმართავს თავის სახლეულს გადაყარეთ ყველაფერი სხვა ღმერთები იცოდა მან რომ ეს წარმართული იყო ყველაფერი შემდგომ ამისა საყურების ჩამოხსნა ეს საყურე სიმბოლო არის მონობისა იმ წარმართული რელიგიური მონახარ ესე იგი და ჩვეულა ეს ჩამოხსნა მაგას ნიშნავს და ეს ყველაფერი კი არ გადაყარა დაფლა დამარხა ესე იგი ტანსაცმლის გამოცვლა ეს არის ერთგვარად ზნეჩვეულებებზე ვარის თქმა აი აქ არის სულიერი გამოფხიზლება ამ მუხლებში ძალიან კარგად ჩანს და აქ ჩვენ ხედავთ იაკობს რომელმაც აი
რწმენით დაიწყო სვლა. ღმერთიც მეორეთაც ცხადება და აღთქმას დებს. იგივეს რაც დაუდო აბრაამს, ისააკს, რომ აი რა არის დაპირება, რომ ქანაანი ეს ქვეყანა შენი იქნება. მაგრამ კონკრეტული დრო რიცხვი არ არის. დებს ღმერთი არც უღალატებს მაგას. და ნახეთ შესაბამისი იაკობის ისენიც ხომ სახელიც გადაარქვა ამას ელ-ბეთელი უწოდა. ღმერთის სახლი, მერე ღმერთის სახლი სადაც ღმერთი არის. ესეთი რწმენის დადასტურება არის იაკობისა სახელებისთან დაკავშირებით, რომ ვიცოდეთ ჩვენ კარგად. სახელების მნიშვნელობები დაბადების 34 და 35 თავებში. დინა ნიშნავს სასამართლო მსჯავრი. შექემი ნიშნავს კუზი, ზურგი, მხარი და აგრეთვე ნაკვეთი. ხამორი ებრაულად ნიშნავს ვირი. ედომი ნიშნავს წითელი. ეს სახელი გამოხატავდა როგორც ესავის შთამომავლობას, ასევე მათი მიწების სახელწოდებას. სეყირი ნიშნავს ბანჯგვლიანი, დაფარული ბალახით, ტყით და მსგავსი. გეოგრაფიული სახელების მნიშვნელობები. ბეთელი ნიშნავს ღვთის სახლს. ელ-ბეთელი ნიშნავს ღმერთის სახლის ღმერთი. ანუ ღმერთი არის ღმერთის სახლში. ეფრათი ნიშნავს ნაყოფიერ მიწას. ჩამონათვალი არის ბოლოში რასაკეთებს ერთი ტრაგიკული ეპიზოდიც არის მანდ თავისი პირმშო ლიასგან რუბენი. წვევა ფაქტურად მამის ცოლთან ხომ ბილხასთან და ეს დიდწოდად ითვლება მათ ინცესტის სახეზე არის ხომ ეს არ უნდა გაიკეთებინა მენს რითაც მან დაკარგა პირმშოობა. თავდება თავი იმით რომ კიდე ერთხელ საღვთო წერილი გვაცნობს იაკობის ოჯახს. აქვე გზადაგზა ესე იგი დაასაფლავეს როგორც გითხარით დებორა, დაასაფლავეს რახილი და თან საშინელ მდგომარეობაში გარდაიცვალა. ხოლო ესენი 100 მიღწეული ხალხი არის ესე მოიხსენებათ. პატარები არ არიან ესენი, ასაკოვნები არიან, მაგრამ ჩვენ დღევანდელი შინაარსებით არ უნდა შევიდეთ ამ იმაში. ესენი ჯანზი არიან და უნარი აქვთ ყველაფრის. ჩვენ არ ვიცით რატო ქონდა რამ გაურთულა საყვარელი ვინც უყვარდა ამას რახილი იაკობს რამ გაურთულა ეს ფეხბზიმობა და რატო გადაყვა ამას. ჩვენ საღვთო წერილიდან თუ გავიგებთ იმას რომ წარმართული ის იყო ამან ხო ეს შეცდომა დაუშვა როცა მამამის მოპარა ეს კერპები წამოიღო და ეტყობა ბოლომდე ვერ იყო ეს ქალი განთავისუფლებული და თან იაკობმა ელემენტარულად აი პირდაპირ თქვა მოკვდება ვისაც ეს აქვს და შესრულდა ეს. აი ეს არის ტრაგედია ამისი უკვალოდ არაფერი არ ჩაივლის მეგობრებო. აი ესე განთავისუფლებული ეს ამდენი იმებსაგან ეს იაკობის ოჯახი ხედავთ აი ნახეთ ისეთი სურათები არის თუ კარგად რამოდენიმეჯერ წავიკითხავთ ამას და აგვაფიქრებს და მე ერთ კითხვაც მოდის აი ასეთი ადამიანი ღმერთმა რატომ შეიყვარა და მოიძულა ესავე სადაც ვგებულობთ მე წინასწარმეტყველთან მალაქიასთან როცა ვკითხულობთ აი ზუსტად ამ რაზას რომ ესავე მოიძულა და იაკობი შეიყვარა. ან მე ედომი იგივე ესავი ედომი რომელიც 36 თავი მე ამის მოდგმაზე ამის ტომზე არის ჩამონათვალი და არც თუ საფუძვლოდ აქ ეს თავი თითქოს არის რაღაცა იუმორისტული იმითაც შეიძლება წაიკითხოთ. ზოგიერთი სახელების მნიშვნელობები დაბადების 36 თავში. ყადა ებრაულიდან ნიშნავს სამკაულების გაკეთება, თავის მორთვა. ოჰოლიბამას მნიშვნელობაა მაღალ ადგილზე განლაგებული კარავი. ბასმათი ნიშნავს საამო ბალზამს. ელიფაზი ებრაულიდან ითარგმნება როგორც ღმერთი იმარჯვებს. რეგუელი ნიშნავს ღმერთის მეგობარი, ანუ ღმერთის სანდო კაცი. იაყლამი ნიშნავს დაფარულს. კორახის ებრაული მნიშვნელობაა მელოტი. ყამალეკი ნიშნავს ველზე მცხოვრები. ომარი ნიშნავს ბატკანი. ჩამონათვალში ომარი ისინი ჩამოთვლილია და ყამალიკელები მერე შეგვდება გზადაგზა ისრაელის მეტოქეები არიან მუდმივად და აქაც დააკვირდით მე-12 თავში შესაქმეს მე-12 თავში აბრაამს რაც უწინასწარმეტყველა ღმერთმა ჩვენ გზადაგზა ამას ვაცნობიერებთ და ვადევნებთ თვალყურს როგორ სრულდება ის დანაპირები რომ ნახეთ როგორ მრავლდება იაკობის და აბრაამის მოდგმა აგერ იაკობში კიდე იაკობი ესავი რო გადის ძმა მისი ტყუპისცალიეს და მათი მოდგმაც კარგ ხანს 1000 წელი არის თუ მეტი არა ხომ სადღაც პირველ საუკუნეში უკვე ჩვენი წელთა აღრიცხვით მაქამდე მოდის მათი მოდგმა ამ ედომელებისა იგივე ესავი ედომია სინონიმი მაგის ქვია იცით თქვენ თმიანს და წითელს ნიშნავს იმის გამო რომ შეჭამადი წითელი იყო და შეჭამა და ძალიან ისეთ ადგილზეც დასახლდნენ ესენი მომთაბარეები იყვნენ ძალიან ძლიერი ტიპები იყვნენ მეომრები იყვნენ მაშინ პეტრა რო ქვია ქალაქი და წინასწარმეტყველი აბდიაც მოიხსენიებს არა მარტო აბდიაც ისაიაც ირემიაც ედომელებს
ამის წინაპრის ჩვენ რო ვიცოდეთ, აი სწორედ 36 თავი მაგიტომ არის დატანებული ამ იმაში, რომ ზედმეტი არაფერი არ არის ბიბლიაში რო ვიცოდეთ. მაგრამ ჩვენ ისევ ჯერ იაკობის ოჯახის ისტორიას შესწავლისას ჩვენ რა სულიერი გაკვეთილი, აი დღევანდელი გადასახედიდან რაში მადგება იტყვის ვიღაცა. თუ აქცენტებს კარგად გავიაზრებთ, ჩვენი სულიერი ინტელექტუალური ისენი უფრო წინ წავა. აი იაკობის ცხოვრებამ რო დაგვაფიქროს, ხო რა არის მანდ მისაბაძი არა იმე თუ როგორ არის დამოკიდებულება იაკობი ღმერთთან, როგორი პიროვნება, არა ის რომ კარგი ადამიანი და მაგიტომ არის ღმერთი მასთან. ყველა იმებში ძალიან ისეთი ტრაგიკული ისენი აიკიდა ამან, ხო, ჯერ გაუბედურებულია თავიდან ბოლომდე. ჯერ ძმის ეშინოდა და 20 წელი გადაიხვეწა. მერე შვილების გადამკიდე ისეთი შიში აიკიდა, მაგას სასწრაფოდ აიყარა გუდანაბადი და რომ ღმერთი არ შეშველებოდა ამას გზადაგზა გულგახეთქილი იქნებოდა ეს კაცი. აკი ღმერთი ჩაერია და არც მდევარი დადევნებია ამას და არც არა ეს ამბავი მას შერჩა, მაგრამ ღმერთს არაფერი არ გამოეპარება. და აი რაც ითესება ამას მე ინკისმერეს იაკობი, რომლის გაცნობიერება ბოლოში ხდება, როცა ეგვიპტეში შედის ეს, ამას წინელოდება კიდე დიდი ტრაგიკული ამბები და უკვე ჩვენ როცა მივადგებით 37 თავს, ეს მეტად საინტერესო ახალი სიწყება, უკვე ახალი პატრიარქი შემოდის ჩვენი, ერთ-ერთი საინტერესო და ერთ-ერთი ძლიერი იოსების ცხოვრება, ყველაზე დიდი თავი არის სხვათა შორის ეს, მოიხსენებია იაკობის, მაგრამ აი ეს უკვე 37 თავიდან 50 თავის ჩათვლით იწყება იოსების ცხოვრება. და ძალიან გამოყოფილი არის ყველანაირად ეს, აი რაღაც ძალიან ბევრ პარალელებს მოძებნეთ იესო ქრისტესთან, წინა სახეების სახით, ესე იგი რომ ჩამონათვალოთ, ცოტა ერთი 30 პუნქტში შეიძლება მოვძებნოთ ეს პარალელი. გასაოცარი პიროვნება არის ეს. ასეთი შვილი მას არ ყოლია, ხუცებ ამ ფონზე უკვე იოსები როგორი პიროვნება არის და რატომ არის ასეთი დიდი ყურადღება აი ამ თავზე. იოსები სადაც არის, სადაც თავარი გემილი, უკვე ხლა იოსები იქნება 37 თავიდან. მანამდე კი რუბენის ცოდვის შესახებ არის გაკვეთ ნათქვამი. მერე 38 თავშიდაც გავიგებთ იუდას კაიკაცობის შესახებაც მოგვაწვდის საღვთო წერილი და აი იაკობის ოჯახის აი ეს საქციელი და უცნაურია ამ ერიდან, ამ იაკობის 12 ძიდან მთელი ერი ყალიბდება და გამოდის იესო ქრისტე. მე ყოველთვის როცა გითხარით ვერჯერ ბიბლიას ვკითხულობ, მე ყოველთვის იესო ქრისტეს ვადევნებ თვალყურს, ღმერთს, რომელიც თანდათან გამოვლინდება და მერე განსხეულდება და არა პერსონაჟებზე არ ვჩერდები. პერსონაჟები იმდენად არ არიან საინტერესო, იმიტომ რომ ჩვენც მოვიცავთ მასეთ გაგებას. გარკვეული თვალსაზრისით ჩვენც ხანდახან იმდენ სისულელეს ჩავიდეთ, მეტი რო არ შეიძლება. ჩვენც ოჯახში არ აგვაქვს წესერად თელი რიგი რაღაცეები და რა უნდა გვასწავლოს ჩვენ ამ მაგალითმა? აი ერთი რამ, რომ იაკობი მუდმივად ღმერთის მორწმუნე უნდა ყოფილიყო როგორც იოსები. იოსები მთლიანად ენდობა ღმერთს. და ნახავთ რომ შევადარებთ ა ブラ ამი, ესე იგი ისააკი. ისააკის ცხოვრებას იმდენი ის არ აქვს დათმობილი ბიბლიაში. ა ブラ ამიც კიდე იმდენად ჩვენ არ ვეცნობით ბობოქარ ცხოვრებას. იაკობი უცნაური არის ამხეთ რომ შევადარებთ ესე ა ブラ ამი, ისააკი, იაკობი. ესავე გადის უკვე იქიდან, ხო, აი მიხვდებით მე რატომ დაიწუნა ღმერთმა ეგ გვარი, ისავის გვარი და არა ისე რომ ზძულდეს ეთიკური თვალსაზრისით ან მორალური. როცა ქართულად წერია მოიძულა ისავი და შეიყვარა იაკობი, თქვენ ეთიკური კატეგორიებით არ მიუდგეთ, თორემ ალერგია შემოვა. არა, რუსების თარგმანში არის აღარ ვხედავ. აი ესე რო თარგმნო ქართულად, ხო? ნინავიძეც ეს არ არის სიძულვილი, აი ესეთი გაგებით. ღმერთის სიძულვილის მატარებელი თუ არის ღმერთის სიყვარულის არ არის. იოანე მახარებელი გვეუბნება რომ ეს სიყვარულის ღმერთია, ღმერთი სიყვარული გამიგეთ, აი სიყვარული აქვს, მაგრამ სიძულვილი არ აქვს. თუ მას 1 გრამი მაინც სიძულვილის რაღაცა განცდა აქვს, ეს უკვე არ გამოდის მოსიყვარული. ამიტომ ამ ტერმინმა ჩვენ არ დაგვაბნიოს და სწორად უნდა აღვნიშნოთ რაზეა ლაპარაკი. წინ და წინ ღმერთმა იცის ისავი რისი გამკეთებელია და მე რო გავყვებით ამ ისტორიას, ედომის ისტორიას, ესა მიხვდებით რატომ არის ის დაწუნებული. იმიტომ კი არ არის დაწუნებული რომ მე ადრეც გითხარით რომ ღმერთს ესე სურდა და ესე მოინდომა. არა, შორს მხედვარია ღმერთი ვიდრე ჩვენ, წინ და წინ იცის რომ ესავე ამასთან არ მოვა. ამიტომ არ ხედავს, არ დამნახველია ისავისა და არა მოძულე. მოძულე არ შეიძლება ღმერთი იყოს რომელიმე ადამიანის. ეს მოსიყვარული არის. ისავი არ ჭირდება ღმერთი. მიუხედავად ამისა, იცის ხომ, ისტორიას მოუყვებოდა მამა, მერე ძმასთან ურთიერთობაში. ეს არ არის აღწერილი დეტალურად ბიბლიაში გადმოცემული, მაგრამ ინფორმაციას იგი ფლობს როგორც დღევანდელ ცხოვრებაში ძალიან ბევრს აქვს ინფორმაცია ღმერთის არსებობის შესახებ. ძალიან ბევრმა იცის, ან თუთიყუშისებურად გაგცემს პასუხს ღმერთი არისო, მაგრამ არანაირ ყურადღებას არ აქცევს და ხა რა თემინდა როცა წამს ღმერთი და არანაირ ყურადღებას არ აქცევს. ესავმა იცის რომ ღმერთი არის, იზმაილმა იცის რომ ღმერთი არის, ყურადღებას არ აქცევს. ამიტომ შენ თუ არ ხედავ და ყურადღებას არ აქცევ, ისეც არ დაგინახავს. არ გხედავს.
წინ წლებში. ესე ღმერთი არ ხედავს ისავს და არა ის რომ მოიძულა, სიძულვილი აქვს, ეზიზღება, ოხშე ასეთო. არა, ღმერთს ესეთი თვისება არ გააჩნია. ქრისტიანული ღმერთი, ბიბლიის ღმერთს სიძულვილი არ ახასიათებს. ეს ადამიანის თვისება არის, ამბივალენტური ის არის ადამიანი. სიძულვილის მატარებელიც არის, რისხვისაც, სიყვარულისაც და ეს ემოციები იცვლება. ხან გიყვარს ადამიანი იმის დამიხედვით კარგს გიკეთებს, ხან გეზიზღება იმის დამიხედვით ცუდს გიკეთებს. ეს ადამიანის თვისებაა. ესენი არ გადავიტანოთ ღმერთზე. ღმერთს ყველანაირი ადამიანური ასეთი ცოდვალი ბუნების ადამიანზე ვლაპარაკობ, აი ეს თვისებები ღმერთს არ აქვს. ის არის აბსოლუტური სიყვარული. შერეული ერთი რამე არ არის. ამიტომ ამ ტერმინა არ დაგვაბნიოს ადრე რო ყო ეს საკითხი დასმული, ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ, ან წინასწარ არჩევა, ან წინასწარ განზრახული, რა ქვია, წინდაწინა ეს გამოარჩია და ისი რაც არ უნდა კარგად მოქცეულიყო ესავი, მაინც არა მეგობრებო. ჩვენ როცა ისტორიაში შევისწავლეთ, ნახავთ რომ არ შემცდარა ღმერთი. იგი აბსოლუტური სიბრძნე არის. მან იცოდა რომ ესავი არასოდეს მიუხედავად იმისა რომ ინფორმაცია იცოდა არ მოვიდოდა მასთან. და დღეს პლანეტაზე დღევანდელ ჩვენ ცხოვრებაში ძალიან ბევრი მაიცის რომ ღმერთი არის. წარმარ ახსენებენ ღმერთს ყველა სფეროში. თუნდაც ჩვენ აი იგივე ქრისტიანები იაკობს რაში ვგავართ იცით? ბიბლიას ვკითხულობთ, ღმერთს ვიცნობთ, მაგრამ ჩვენი კატეგორიებით ვაზროვნებთ, ჩვენი კატეგორიებით ცხოვრობთ და საერთოდ ისავივით ვიცით რომ ღმერთი არის, მაგრამ არანაირ ყურადღებას არ ვაქცევთ. მეორენი იაკობის ხალხი. ვიცით რომ ღმერთი არის, მაგრამ ხანდახან ყურადღებას ვაქცევთ. აი სწორედ ასეთ კაცთან არის ღმერთი. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან მაინც ყურადღებას აქცევდა ღმერთი დადიხარ, ის აღარ მოხშორდება. იაკობი მაგიტომ არის მოწონებული. იმიტომ რომ იაკობს უნდა ღმერთთან ყოფნა, მაგის გარეშე მას არ შეუძლია, შეშინებულია და როცა უკვე შეეშინდა მას, ნახე ყოველთვის მასთან არის ღმერთი. მისი გული რაღაცნაირად არის ღმერთზე დამიზნებული და ფიქრობს ის. ტრაქტატები არ დაუწერია იაკობს, რომ ჩვენ გავეცნოთ, მაგრამ ძალიან ადვილია მოხსნათ და შედარება მოახდინოთ ისავსა და იაკობს შორის რა განსხვავება არის. ისავი თანამედროვე გაგებით უფრო მისაღები პიროვნებაა 21 საუკუნის ეპოქიდან ვიდრე იაკობი. აი ეს არის ძალიან წარმოიდგინეთ მაგარი ჯანიანი კაცი, შრომელი, ეს არ არის ლოთი და გადარეული. ძალიან ეს მეომარი, ცხენოსანი, მომთაბარე, შრომელი, ესეთი ტიპი ესა. ხო და გამრავლდა კიდევაც ხო? ძალიან მაგარი ისენია და ძალიან მიწერი, ხორციელი კაცია. რელიგიური იმედით ესე იგი ისავი ბოლომდე დარჩა ხორციელი კაცად. მატერიალისტი, ხორციელი, მატერიალისტი ფილოსოფიური კატეგორია. შევცვალოთ თუნდაც სხვა ეთიკური მე. ხორციელი კაცია, ხორცზე დაბმული, სიამებზე, წუთი სოფლის სიამე უფრო წინა პლანზეა ვიდრე ღმერთს აამოს. გამიგეთ? და თავისებური გაგება აქვს ღმერთზე. ესავი არ არის ათეისტი, არის წარმართი. იმიტომ რომ აღიარებს ღმერთს, იცის რომ ღმერთი არის. მაგრამ ობიექტურად ღმერთს არ იღებს და თავის ცნობიერებაში გაბატონებული ღმერთს წარმოწევს წინა პლანზე. რაც ხდება დღეს პლანეტაზე. ძალიან ბევრ ადამიანს არ მოწონს ობიექტური ღმერთი და ეშინია თქვას ათეისტია და იგონებს ღმერთს და თავისებურ კორექტივებში აქვს ღმერთის წარმოდგენას. ისავი ასეთი ადამიანია როგორც კაენი. კაენი იცნობდა ღმერთს, ელაპარაკებოდა და ელაპარაკა ბოლო-ბოლო. ისავი ახლა ღმერთი თუ არ ელაპარაკება ესავს არასოდეს და მარტო იაკობთან არის, რა თქმა უნდა ეტყვის ისავი მე ხო არ გიცნობდი ჩემო კარგო შენ. არა, ეს კატეგორია, ესავი, კაენი და ეს მოდგმა, საერთოდ იციან ღმერთის არსებობა, მაგრამ არ უნდათ მათთან ურთიერთობა. კაცია და გონება. იესო ქრისტე ბევრმა იცოდა, რომ ღმერთი იყო, მაგრამ ძალიან ბევრი მას დაშორდა. ძალიან ბევრმა იცოდა, ხო? განუცხადეს კიდევაც, უყურებდნენ, რას აკეთებდა და ბევრმა განაცხადა, რომ არ შეიძლება კაცი აკეთებდეს ისეთ რამეს, რაც იესო აკეთებს, ეს მარტო ღმერთს შეუძლიაო. და აღიარებდნენ, აგერ ოსანას ყვირილით შეხვდნენ, აი ეს ჯოგი ამ იესოს და იგივე ამ ჯოგმა ჯვარზე გააკრა ბარაბას მაგივრად. ბარაბა გაანთავისუფლებინა. ასეთია ჯოგის ფსიქოლოგია. იცის რომ ღმერთია, მაგრამ არ უნდა მასთან ურთიერთობა. მას რაღაცა გულზიდვა აქვს, თავისი სიმპათია, ანტიპათიებით უყურებს ღმერთს და საერთოდ თანამედროვე მორწმუნე ღმერთთან არის სიმპათია, ანტიპათიებით. არ დაუკმაყოფილებ რაღაცებს, უკვე აღარ არის შენთან. და იგონებს თავის ღმერთს. ახლა ეშინია კი ათეიზმში გავიდეს რომელიღაც ადამიანი. ესავიც არ ჩაითვლება ათეისტად, რომელიც იზახდეს რომ ღმერთი არ არის სამყაროში. ამიტომ თუ ესავის არ უნდა ღმერთთან ყოფნა, არც ღმერთი იქნება მასთან და ბუნებრივი ეს და როცა უკვე ღმერთთან მსურվել ადამიანს და წინდაწინ იცის რომ იაკობია ასეთი, მიუხედავად იმისა რომ იგი მუდმივად კოჭლობს რწმენაში, იმიტომ არის ამასთან იაკობთან ღმერთი რომ იაკობი ბოლომდე ღმერთთან არის. აი რატომ არის ის ქართულად ეცა მოიწონა და ის დაიწუნა, შეიძულა და შეიყვარა. ჩვენი ქართული ტერმინები თუ შევალთ ყოფითი ეთიკიდან, რა თქმა უნდა ავჯანყდებით. არა, თარგმნოთ რა, ეს ცოტა სხვანაირად წარმოვიდგინოთ, ჩვენი კატეგორიებით არ მიუდგეთ და ყველაფერი დაალაგდება, რომ
ღმერთი აპრიორი დაუშვათ ის, დაუშვათ კი არა, ასია, აპრიორი ღმერთი სიძულვილს არ ატარებს. ესე იგი სხვანაირად გადაალაგეთ ეს წარმოდგენა, რომ არ შეიძლება მან მოიძულოს ესავი, მოიძულოს კაენი. არა მეგობრებო, წინდანი წინ იცის რომ რაც არ უნდა გააკეთოს ღმერთმა, ესენი მასთან არ მივლენ. და გააკეთა კიდევაც. ესე იგი, რამ შეუცვალა ესავს გული? ეს კაცი მუდმივად ჩასაფრებულიყო იაკობის მოზეთ. მან თქვა კიდევაც, მამა გარდაიცვლება და ამას მოკლავა. ელოდებოდა მამის გარდაცვალებას. და ჩვენ ამის წინა პრეისტორიები ვიცით. როგორ მოკლა კაენმა აბელი. ასე რომ არაფერი ახალი არ იქნებოდა რა, გაიმეორებდა ესეც მით უმეტეს, უკვე ცოდვა შემოვიდა დროში, დიდი დრო გაიარა ცოდვამ და უფრო მეტად გამოცდილება შეიძინა ცოდვამ. ცოდვილმა ადამიანმა. ამიტომ მე ეჭვი არ მეპარება, რომ ესავი ამას შეასრულებდა. მოკლავდა იგი აუცილებლად მამის გარდაცვალების მერე. რა მოხდა ესავის გუნება განწყობილი? ღმერთმა შეცვალა ის. შეცვალა იაკობის გამო. და არა ის რომ სურვილი იყო ესავისა. და ესავს ეს უნდა ცოდნოდა, რომ დაფიქრებულიყო ელემენტარულად რა მოხდა, რამ ჩაკლა მასში ეს გზნობა შურის ძიებისა? მან იცოდა რომ ეს ღმერთია. მიუხედავად ამისა იგი მასთან არ არის. და არ არის მთელი მისი მოდგმა. თან დაახლოებით მთელი 19 საუკუნე ეს ისტორია მოიცავს, ესე იგი, ძველი წელთაღრიცხვის 19 საუკუნე არის, ძველი წელთაღრიცხვით და პირველი საუკუნეს, ესე იგი, 3 წლებამდე, ჩვენ ქრისტეს პერიოდიც კი ჰეროდე გამოდის ამ შტოდან, ჰეროდე დიდი. ბოლო წარმომადგენელი ამ დინასტიისა ეს ედუმელია. და წამოვიდა ედუმი და მოიხსენებათ ის წინასწარმეტყველება მე როცა ჩვენ ვკითხულობთ წინასწარმეტყველებს, მცირე წინასწარმეტყველებს და დიდ წინასწარმეტყველებში რა ელოდება ედომს, სიტყვა სიტყვით შესრულდება. როგორ დაინგრევა მისი ქალაქი პეტრა, მაკედონელი აიღებს ამას მე მესამე საუკუნეში ძველი წელთაღრიცხვით. კალდეში რობინა დაიდო და გამოკვეთელეს პეტრა ძალიან ისეთი ქალაქი იყო გამიგეთ და ტრაბახობდა ამით და აბდია წინასწარმეტყველთან კარგად არის ეს როგორ წინასწარმეტყველებს რომ იმუღებოთ იმისა რომ შენ კლდეზე ახვედი აბდი აქედანაც ჩამოგაგდებს უფალი შენო და შესრულდა სიტყვა სიტყვით. თუ ამ ნიუანსებს ჩვენ გავყვებით, ავკინძავთ, სხვა არაფერი არ დარჩენია თანამედროვე რელიგიურად განწყობილ პიროვნებას, რომელმაც უკვე რელიგიური კარგი გაგებით ვიძახი ამას მე ქრისტიანული გაგებით, რომ ლოგიკით დაალაგოს ეს და იწმნოს ის რომ ქრისტეს სახით ნამდვილი ღმერთი არის ბიბლიური ძველ აღთქმაში როეცხადებოდა იაკობს ის არის ქრისტე. და შენ იზღა დაგრჩენია რომ იწამო. და დაიწყო მასთან ურთიერთობა და როგორც გამოცვალა იაკობის ბუნება ბოლოში, ასე იმუშავებს სულიწმინდა და გამოცვლის ჩვენ ძველ ბუნებას, რომელიც ასე ტანჯავს და გვაწამებს. ჩვენ რაც ახლა გვაწამებს ჩვენ, ეს არის ჩვენი ძველი ადამიანი თავისი კატეგორიებით, თავისი მორალით, ეთიკით და რელიგიით. ძველი ადამიანს თავისი რელიგიური განწყობა აქვს. არავინ არ მითხრას რომ ვარ დაბადებით ათეისტი. ბიბლია ამას არ ადასტურებს. არ შეიძლება ადამიანი იყოს ათეისტი. ადამიანი დაბადებით არის რელიგიის მიმდევარი და არ იძახის ამას. ყველა ვარიანტში შენ რჩები მაინც რომელიღაცა რელიგიის მიმდევარი და ამას უწოდებ შენ ღმერთის გარეშე რელიგიას, რომელსაც ქვია ბერძნულად ათეიზმი. არ ჯობია გავასწოროთ ეს, რომ დარჩეთ თეისტი. ახირებას ხო არა აქვს ადგილი, როცა მაძებარია კაცის, ახირებული არც უნდა იყოს. ჩვენ ვსწავლობთ ამას სხვა წყარო მე არ მაქვს, პირადად მე არ ასევე თქვენც არ გაქვთ სხვა წყარო. ჩვენ ფილოსოფოსებიდან ღმერთამდე ვერ მივალთ. თუ მივართ ღმერთთან აუცილებლად ეს იქნება ფილოსოფიური ჩემი ტვინით ღმერთთან მისვლა, რაც მოვიდა ბევრს და ეს არაფრის მომცემი არ არის. ამიტომ ერთადერთი წყარო არის ბიბლია და ბიბლიის აი ეს ისტორია, ღმერთისა და ადამიანის ისტორია არის ბიბლიაში გადმოცემული. სწორედ ამ კუთხით ვკითხულობ და არა ის რომ ინტელექტუალური გაგაცნოთ ჩემი წარმოდგენები ამაზე, როგორც ლიტერატურული წყარო ვარჩიო და აი და არ შემეხოსმე. თუ ამან ჩემი გონება არ შეცვალა, ჩემი დამიზნულება არ შეცვალა, სადაც მე ვცხოვრობ, რა გარემოშიც ვიმყოფები და სულ ცოტა კვირის განმავლობაში მაინც არ მახსოვდეს ის რომ აი რაც აი იაკობს ემართება დააკვირდით, იაკობს ავიწყდება ესა, იმავე წუთში პრობლემა აქვს. ჩვენც გვავიწყდება ღმერთთან თუ პრობლემა გვაქვს და განსხვავება ესავსა და ჩვენ შორის ის არის იაკობსა და ესავს შორის. ჩვენ ჩავთვალოთ ჩვენ თავი იაკობებად, თუმცა ქრისტე რო ვიწამეთ უკვე ქრისტიანები ვართ, მაგრამ მაინც დავიმდაბლოთ თავი. განსხვავება ის არის იაკობსა და ესავს შორის, რომ ჩვენ მივდივართ მაინც მასთან. ესავე კი არა. ამიტომ არის იგი დაწუნებული და არა იცით რა არის იმ თავითვე გამოირჩია ესა და გამორჩევის თეორიები და წავიდა სატანასაც ეს უნდა არა მეგობრებო ღმერთი არავის არ არჩევს როგორ შეიძლება მოსიყვარულე ღმერთმა ერთმა მაშინ მოსიყვარულე არ იქნება ესე ერთისთვის მოსიყვარულე მეორისთვის მოძულე ორი თვისების მატარებელი ღმერთი ეს უკვე ჩემთვის მიუღებელი არის არანაირად სხვას დაუწყებს ზებნას და არ ადასტურებს ამას ბიბლია. ბიბლიაში ვერსად ვერ წავიკითხე ღმერთი იყოს ორი თვისების მატარებელი, სიძულვილსაც ატარებდეს, ერთდროულად სიყვარულსაც ითავსებდეს,
ის არის აბსოლუტური სიყვარული და აბსოლუტური სიყვარულის მატარებელი არსება არ შეიძლება ზულდეს რომელიღაცა პიროვნება. არ შეიძლება აბსოლუტური სიყვარულის მატარებელმა აირჩიოს ერთი წინ და მეორე დაწუნოს და თან ამავე დროს გააჩინოს. იმიტომ რომ გაჩენაც სიცოცხლის აღმერთიდან მოდის. თუ წინ და წინ ირჩევ ერთს და მეორეს უარყოფ, მაშინ რაღაცა ბადებ. სასტიკი ყოფილ ხარ შენ. დაბადე ისავი იმისათვის რომ დაიტანჯოს და მე ცხოვრებაში იქითაც დაიტანჯოს. ეს არ არის სწორი. ამიტომ ჩვენში არის პრობლემა, ბიბლიამ სწორედ ეს გაგვისწორა ჩვენ და ეს პრობლემა პირადად ჩემთვის ეს გადაჭრილი არის. ეს არაფრის მომცემი არ არის, თეორიებს გავყვე ახლა, 1000-ნაირი დენომინაციებია, ყველას თავის თეორია და ყველას მოძღვარი ყავს და ჩემთვის ერთადერთი უნიკალური მოძღვარი იესო ქრისტე არის, აი ამ თავის წერილით და რა თქმა უნდა, მასში განფენილი დროში ზოგან ფენომენალში რო შემოდის, ზოგან თეოფანის სახით შემოდის, მე ის განსხეულებული, იმიტომ რომ ცოდვა გამოისყიდოს და მე ისევ აღმსგარი და ამაღლებული. და მე ჩვენთან ყოფი, რომელიც არ ვიცი როგორ იმყოფება, მაგრამ დარწმუნებული ვარ ისევე როგორც იაკობი, რომ ღმერთი იმყოფება ჩვენთან. მას უბრალოდ დაელაპარაკებოდა, ხან ამ ფორმით, ხან ანგელოზის სახეს იღებდა, ხან ადამიანის იმას და ეჭიტავებოდა, როგორც მე განსხეულდა და მოვიდა ჩვეულებრივი, თითქოს ერთი შეხედვით, ვინმეს რო გარედან დაენახა, იტყოდან ეს ღმერთი არ არის. დადიოდა ერთი ადამიანი ახალგაზრდა კაცი 33 წლამდე იარა დედამიწაზე და ვერაფრით ვერ შეამჩნევით რომ ღმერთი იყო თუ არა გულისყურით მოსმენა და დაკვირვება. რას ლაპარაკობდა უშეცდომოდ და რას აკეთებდა უშეცდომოდ. მაშინ იტყოდა გამჭრიახი გონების კაცი, რომც არ ყოფილიყო, რომ ეს ადამიანი არ არის. მაგრამ არ მიიღო კაცობრიობა, არ მიიღო დიდმა ნაწილმა. და ვინც მიიღო, იმას უწინასწარმეტყველა იესომ გადარჩენა. აი ამ ნაწილებში თუ ჩვენ აღმოჩნდებით, ვინც მიიღებს იესოს როგორც მხსნელს, ჩვენ გადარჩენილები ვართ. ამიტომ თუ გჯერათ და გწამთ იმისა, რომ იესო არის ღმერთი, განსხეულებული ჩვენი ცოდვილი ბუნების გამოსყიდვისა გამო და ჩვენი ცოდვა კიდევ უნდა ვაღიაროთ ჩვენ და ვაღიაროთ ასევე იესოსთან, რაც გითხრა მას სულიწმინდის აქტივობა, ჩვენი მუშაობა ისევე დაიწყება, როგორც იაკობიც. ახლა როგორ მუშაობს იაკობი რა? წიგნებს კითხულობს? ნელ-ნელა ეს უკვე იზრდება სულიერად, მაგრამ გზადაგზა, რაც დათესა იმას იმკისეს და რათესა მან მამაძაღლობა, მაიმუნობა, ტყუვილი, დაწყებული ოჯახიდან, მერე ლაბანში, იქ ეჯიბრება, იქ წარმართობა, წამოასხეს წარმართი ოჯახიდან, აი კიდაც ცოლები, შვილები, რაც არ უნდა გაეკეთებინა მას. ისე კი არ ვიძახი რომ ერთცოლიანი, მოკლედ იაკობის ცოდვა ის კი არ არის რომ მანდამაინც აბსოლუტურად ერთი ცოლი ყავს და ისა, მან გაირთულა მდგომარეობა. არ ღვევს ამ იმას, იმიტომ რომ აგერ ერთი ცოლი ყავდა, ისაკს და ისატყუებდა და ერთი ცოლიდან წამოვიდა ტრაგედიები. ასე რომ პრიმიტიული გაგება არ არის საჭირო მან. უბრალოდ ამან ცოდვა უფრო დაამძიმა, უფრო გამრავლდა. ცოდვამ დაიწყო გაფართოება, ერთი შვილი, მეორე შვილი, მესამე და აი ესეთ ცოდვილ ოჯახში როგორ არის რა რწმენის მომცემი არის, ღმერთი ამათან ურთიერთობს და გვაქვს უფლება ღმერთს უთხრათ, რომ ისავი მოიძულეო. კი, მაგრამ ისავის ჯერ ცუდი რაღაცეები არც არ წერია. გარდა იმისა, რომ ღმერთთან არ უნდა ამას ყოფნა. მაგრამ მისი ოჯახის ისტორია ჩვენ არ ვიცით. გარდა 1-2 იმისა, რომ ქანაანელი ქალები მოიყვანა, ხო, მერე იზმაელის ასული მოიყვანა, მერე მანდედან შთამომავლობა ქვეყანა ქალები დაისვა. მოკლედ ამან აურია შერეული ქორწინებებში გავიდა და მანდედან არ შეიძლება იესო გამოსულიყო. ვეღარ გავიგებდით, არაბუა დაგვიხვეუდა. ჩვენ საბუთი იესოს მოსulis დამამტკიცებელი საბუთი არის სწორედ მისი საგვარტომო ნუსხა. აბა ხომ უნდა შევამოწმოთ, საიდან გამოვიდა ეს და როგორ. და თავად იესოც ადასტურებს ამას. აი იმით არის ეს და არა ის დავაბრალოთ ღმერთს რომ ისე მოძულებულია კაენი. ხა მოძულებული კაენს სიცოცხლეს არ შეუნარჩუნებდა. მოძულებული ესავს არ გაამრავლებდა. იმიტომ რომ გამრავლება ვიცით ღმერთიდან არის. სატანა სიცოცხლეს არ ამრავლებს. სატანას ძალაუფლება აქვს, მაგრამ ის არა რომ სიცოცხლე გააჩინოს. გამრავლება დედამიწაზე სატანიდან არ მოდის. გამრავლება ღმერთის არის. პრეროგატივა არის და გამრავლა ისავე. ესავის მოდგმა ისეთია, რომ მეფეებიც გამოვიდნენ და თან ისეთი მეფეები, რომ ღმერთს აკრავენ ჯვარზე, მათი მოდგმა და მაგილაკი და ებრძვიან მუდმივად ღმერთს. უცნაურია, ამრავლებ შენს მოწინააღმდეგე ხალხს, აი სიყვარული. ასე რომ არ მითხრათ, რომ ღმერთის სიძულვილის მატარებელია, შეიყვარა იაკობი, არაფერი შესაყვარებელი იაკობს არ აქვს, მაგრამ ისავისგან იმით განსხვავდება, რომ ეს ღმერთს ხანდახან უჯერებს. და აგერ ორჯერ აგერ ამ თავში ვნახეთ, როგორც კი უთხრა ღმერთმა აიყარა, ოჯახს იმ წუთში უთხრა, დასაცმელები შემოიძარცვეთ, ძველ წესჩვეულებებზე ვარის თქმა, დაფლა იმ კერპებისა, დამარხვა, შემდგომ გაწმენდა, გასუფთავდა, დაძრა ბეთელისაკენ გამიგეთ. აი ეს არის ძალიან კარგი სურათი. იაკობი აქ უკვე იმარჯვებს და დაიბრუნა ოჯახში სულიერი მოძღვარის როლი. მანამდე ესე არისო. უკვე ეს ლიდერია ოჯახში, რომ ხარ ლიდერი, არ ნიშნავს მარტო ულვაშები ამოგივიდეს წვერებით და ულვაშით კაცის სტატუსი. დავითო კი არის კაცი, მაგრამ ეს ამით საამაყო არ არის. ინტელექტიც უნდა გქონდეს ამისი და სულიერი
რაღაცა როლიც აკისრია ხო, მაშინ შეთავსებით იყო ესა და მღვდელი მაგას არ ყავდა და არ იყო კიდე ინსტიტუტი თქვათ ლევიტელების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იაკობი ამავე დროს იყო სულიერი მოძღვარი სახლის და არ შეშველნოდა სულიერ მოძღვარს ასეთი გარიგებებში შესვლა, ასეთი მეებს, რასაც შვილებთან დიალოგს მართავს, რაც წავიკითხეთ ჩვენ. აი აქ უკვე ფეხზე ადგა იაკობი, დაიბრუნა თავისის, დაუჯერა ოჯახის ყველა წევრებმა, გადაიყარა ყველაფერი ეს საყურები ჩამოიხსნეს და ყველაფერი დააფლეს, კი არ გადაყარეს და დაიძრენ იმისაკენ. აი აქ არის კიდევ ვიმეორებ იაკობი განსხვავებული ესავისაგან. ესავთან მსგავსი რამე არ არის. ახლა გადავდივართ ესავის თავზე 36 თავი, ამით ამოვწურავთ და გადავალთ შემდეგ იმაზე 37 თავიდან უკვე იოსების ცხოვრებას განვიხილავთ. აბა 36 თავიც უცებ წამიკითხეთ. თავი 36. აჰა მოდგმა ესავისა, ანუ ედომის. მოიყვანა ესავმა ქანაანელი ცოლები. ყადა ხეთელი ელონის ასული და ოჰოლი ბამა, ყანას ასული ხეთელი ციბეონის ძისა. და ბასმათი ისმაელის ასული, ნებაიოთის და. უშვა ყადამ ესავს ელიფაზი, ხოლო ბასმათმა შვა რეღუელი. ოჰოლი ბამამ შვა იეყუში, იალღამი და კორახი. ესენი არიან ესავის ძენი, რომელიც შეეძინა მას ქანაანის ქვეყანაში. წაიყვანა ესავმა ცოლები, ვაჟები და ასულები, მთელი თავისი სახლეული, ჯოგი და მთელი პირუტყვი. წაიღო მთელი თავისი მონაგები, რაც კი ქანაანის ქვეყნად ჰქონდა შეძენილი და წავიდა იაკობისგან, თავისი ძმისგან, სხვა ქვეყანაში. რადგან დიდძალი ქონება ჰქონდათ და ვერ შეიძლეს ერთად ცხოვრება, ვერ დაიტია ისინი ჯოგების სიმრავლის გამო, მათი მდგმურობის ქვეყანა. დასახლდა ესავი სეყირის მთაზე. ესავი იგივე ედომია. აჰა მოდგმა ესავისა, ედომელთა წინაპრისა, სეყირის მთაზე. ესავის ძეთა სახელები. ელიფაზი, ძე ყადასი, ესავის ცოლისა, რეღუელი, ძე ბასმათისა, ესავის ცოლისა. ელიფაზის ძენი არიან თემანი, ომარი, სეფო, გაყთომი და კენაზი. ელიფაზ ესავის ძეს ყავდა ხარჭა თივნაყი, რომელმაც უშვა ელიფაზ ყამალეკი. ესენი არიან ძენი ყადასი, ესავის ცოლისა. რეღუელის ძენი ნახათი, ზერახი, შამა და მიზა. ესენი იყვნენ ძენი ბასმათისა, ესავის ცოლისა. რეღუელის ძენი ნახათი, ზერახი, შამა და მიზა. ესენი იყვნენ ძენი ბასმათისა, ესავის ცოლისა. ხოლო ოჰოლი ბამას, ყანას ასულის, ციფყონის ასულის, ესავის ცოლის ძენი, რომელიც უშვა მან ესავს, იყვნენ იეყუში, იაღლამი და კორახი. აჰა ესავის ძეთა თავკაცნი, ძენი ელიფაზისა, ესავის პირმშოსი, თავკაცი თემანი, თავკაცი ომარი, თავკაცი ცეფო, თავკაცი კენაზი, თავკაცი კორახი, თავკაცი გაყთომი, თავკაცი ყამალეკი. ესენი არიან ელიფაზიანთ თავკაცნი ედომის ქვეყანაში. ყადას ძენი. აჰა ძენი რეღუელისა, ესავის ძისა, თავკაცი ნახათი, თავკაცი ზერახი, თავკაცი შამა, თავკაცი მიზა. ესენი არიან რეღუელიანთ თავკაცნი ედომის ქვეყანაში. ბასმათის ძენი, ესავის ცოლისა. აჰა ძენი ოჰოლი ბამასი, ესავის ცოლისა. თავკაცი იეყუში, თავკაცი იაღლამი, თავკაცი კორახი. ესენი არიან ოჰოლი ბამიანთ თავკაცნი, ყანას ასულისა, ესავის ცოლისა. ესენი არიან ესავის ძენი და მათი თავკაცნი. ეს არის ედომი. აჰა ხურელი სეყირის ძენი, ამ ქვეყნის მკვიდრნი, ლოტანი, შობალი, ციფყონი, ყანა, დიშონი, ეცერი, დიშანი. ესენი არიან ხურელი თავკაცნი, სეყირის ძენი, ედომის ქვეყანაში. ლოტანის ძენი იყვნენ ხორი და ჰემამი, ხოლო ლოტანის და იყო თიმნაყი. აჰა ძენი შობალისა, ყალვანი, მანახათი, ღებალი, შეფო და ონამი. აჰა ძენი ციფყონისა, აია და ყანა, ის ყანა, რომელმაც უდაბნოში თბილი წყარო იპოვა, როდესაც მამამისის ციფყონის ვირებს მწყემსავდა. აჰა ყანას ძენი, დიშონი და ოჰოლიბამა, ყანას ასული. აჰა დიშონის ძენი, ხემდანი, ეშბანი, იეთრანი და ქერანი. აჰა ეცერის ძენი, ბილჰანი, ზაყავანი, ყავანი და ყაკანი. აჰა დიშანის ძენი, ყუცი და არანი.
აჰა ხორეელთა თავკაცები, თავკაცი ლოტანი, თავკაცი შობალი, თავკაცი ციბყონი, თავკაცი ყანა, თავკაცი დიშონი, თავკაცი ეცერი, თავკაცი დიშანი. ესენი არიან ხორეელთა თავკაცები. თავთავიანთი ტომების და მიხედვით სეყილის ქვეყანაში. აჰა მეფეები, რომლებიც მეფობდნენ ედომის ქვეყანაში, ვიდრე ისრაელის მოდგმის მეფეები ეყოლებოდათ. მეფობდა ედომში ბელაყი, ბეყორის ძე. მის ქალაქს ერქვა დენჰაბა. მოკვდა ბელაყი და გამეფდა მის ნაცვლად იობაბი, ზერახის ძე ბოცორელი. მოკვდა იობაბი და გამეფდა მის ნაცვლად ხუშამი, თემანელთა ქვეყნიდან. მოკვდა ხუშამი და გამეფდა მის ნაცვლად ჰადადი, ბედადის ძე, მიდიანის მძლეველი მოაბის ველზე. მის ქალაქს ერქვა ყავითი. მოკვდა ჰადადი და გამეფდა მის ნაცვლად სამლა, მასრეკადან. მოკვდა სამლა და გამეფდა მის ნაცვლად საული, დინარისპირა რეხობოთიდან. მოკვდა საული და გამეფდა მის ნაცვლად ბაალხანანი, ყაქბორის ძე. მოკვდა ბაალხანანი, ყაქბორის ძე და გამეფდა მის ნაცვლად ჰადარი. მის ქალაქს ერქვა ფაყუ, მის ცოლს ერქვა მეჰეტაბიელი, ასული მატრედისა, ასული მეზაჰაბისა. აჰა ესავიანთა თავკაცების სახელები მათი გვარტომობისა, ადგილთა და სახელწოდებათა მიხედვით. თავკაცი თიმნაყი, თავკაცი ღალვა, თავკაცი იეთეთი, თავკაცი ოჰოლიბამა, თავკაცი ელა, თავკაცი ფინონი, თავკაცი კენეზი, თავკაცი თემანი, თავკაცი მაბძარი, თავკაცი მაგდიელი, თავკაცი ყირამი. ესენი არიან ედომის თავკაცნი, თავთავიან სამკვიდრებელთა მიხედვით, მათ წილხვედრილ ქვეყანაში. ეს არის ესავი, ედომელთა მამამთავარი. ახლა მე არ ვიცი თქვენი, მაგრამ ახლა რო კითხულობდა, მე მეღიმებოდა, აქა სუბთელი სანამ არ ჩაითავა თავი და შეიძლება გაიკვირდეთ რატო. მოდი აღვნიშნოთ ესეთი რამე. ბიბლიაში არც ერთი თავი არ არის ზედმეტი. თითქოს ხომ ერთი შეხედვით ახლა ვინც ახალგაზრდა რო წაიკითხავს თავს რა არის ეს რა თავის დროზე მეც პირველ ეტაპზე ესე მეგონა. მაგრამ მე და მე რო უბრუნდები, მე იზრდები რაღაც უკვე სხვა რაღაცების აღმოჩენა იწყება. თქვენ ალბათ ისე არ მოусმენთ. ახლა მე რო უსმენდი მეცინებოდა. იცით რაზე მეცინებოდა? მიახსენეთ ყურადღებას თუ თავკაცები, მეფეები, თავკაცი ისა, თავკაცი ისა. ნახეთ რა მოდგმა არის, ნახეთ როგორი ამაყები არიან, რა ტიპები არიან. რატო ვეცნობით 26 თავში ესავის მოდგმას, რომლებიც უკვე ჯერ ისრაელში არ არის ჩამოყალიბებული მეფეები არა, პირველ რიგში ესენი არიან. ყველა მეფე არის, ყველა თავკაცი არის, ყველა უხუცესი არის, ყველა უფროსი არის. და პარალელებს მე ახლა დღეს დღევანდელი ისტორიული ქართული მასშტაბით ვეძებ ხოლმე. ესე იგი თუ ჩვენ გავაფართოვებთ ჩვენ შემეცნებას, მთელი თავები იცით რა საინტერესო დასაკითხი არის. მე ერთი რამე, როგორ ფიქრობთ, საფრთხო წერილს თუ ვაღიარებთ როგორც ავტორიტეტს, აქ ასეთი დაწვრილებით რატო არის ეს აღწერილი? ეს არის სწორედ იაკობის ძმის ესავის მოდგმის ისტორია, რომელიც მე გვხვდება აი ყამალიკი მაგალითად, ხო? თქვენ შეიძლება კარგად ისე არ იცოთ. ხო ეს ყამალიკია, ხო მე მთელი ამბებია ყამალიკელებთან, როცა შევდივართ მე ეს მტერია უკვე ამათი. ეს ნათესავებია, ძმები არიან. შემდეგ იოსებს ვიყიდის ეგვიპტეში. ისმაელის მოდგმა. ჩვენ თუ ამ კუთხით ესე არ ვკითხულობთ ბიბლიას, უინტერესო ხდება ეგ წიგნი, იცი? რაღაცა საზეპიროსავით არის, რელიგიურ რიტუალად ითვლება წიგნი. ჩაგეთქვით და ცოტა მოსაწყენი არის და გადაგდებ გვერდზე და მოდი გავუმარჯოს რა ბუთელთან წავიდე ერთი კაცვის. საინტერესოდ თუ აქცევთ ამ წიგნს და პარალელებსაც მოძებნით, სახელების იმასაც იმას იზამთ, გამდიდება თქვენი სული და მე ერთი გაიკვეთილი. ხო უცებ ნახეთ იაკობის ოჯახზე შევჩერდით ჩვენ დავამთავრეთ და ჩაყვახებული არის 36 თავი. ერთი შეხედეთ ხო თითქოს ზედმეტია, მაგრამ როგორი იუმორისტული ეგ თავი ხედავთ? თავიდან მოვიდეთ თავკაცი ერთი, თავკაცი მეორე, თავკაცი ისა, სულ თავკაცები არიან, სულ უფროსები არიან. წარმოგიდგენთ ესენი რა სახელმწიფოს შექმნიან. გაქრაკიდებაც ედომი. შესრულდა ედომის აი ეს რაც მე წინასწარმეტყველებმა ამდენჯერ აფრთხილებდა წინასწარმეტყველების სახით ღმერთი ამ იმას და კაციშვილი არ მოტრიალებოდა ამათ ჯილაკიდან. არავინ არ მოტრიალებულა. ესე იგი, მოაბიტელი რუთი მობრუნდა. ამათ ჯილაკიდან არავინ არ მომდა თან კიდევ ტყუპის ცალი. თანამედროვე სამედიცინო იმით ტყუპები ხო ბევრ რამეში ერთმანეთს გვანან. აბსოლუტურად ერთად უნდა იარონო და ესეთ რა ჯარშიდაც ერთად უშვებდნენ. ამას არაფერი არ ეთყობა რა, რომ ეს არის იაკობის ძმა. ჯერ სამტროს ასიცოცხლით გადაეკიდა იაკობს. მე რა მოხდა რომ ძმა მოგიტყუა რაღაცა, შეიძლება რაღაცა კომპრომისზე წასვლა. რომ ღმერთი არ ჩარეულიყო მაგ საკითხში, სიცხლი დაიღურებოდა უკვე მეორედ ძმათა იმას ვნახავდით. მე კიდე იქნება ეს, მაგრამ აი აქ ამ ეტაპზე და შემთხვევითი არ ჩათვალოთ ეს თავი. ცოტა ღიმილის მომგვრელი არის, მეღიმებოდა უბრალოდ და ან ისეთი თავიდან როცა
გავეცანი პირველად დარწმუნებული ვარ არ ვიტყუები და თქვენც ესე იქნებით ეს თავი რა იცი რა არის ეს და გადავახტი სულ პირველად ხო მახსოვს პირველად რო ჩამივარდი ეგ წელი მოსაწყენი ეს რისთვის არის არ მესმოდა იმიტომ რომ მე თავად უმწიფარი რო ვარ და კოჭლობ და არ მესმის რა არის საღვთო წერილი ამას როგორ გავიგებ ამ თავს ახლა უკვე ჩემთვის ჩვეულებრივი ის არის რა თავი არანაირად ზედმეტი სწორია ინფორმაციის შემცვლელია და არ დაგავიწყდეთ ეს ევანგელია არაბების აი თველი ესე ის არის და მათ ხო შერეული ქორწინებები ამან ყველასთან თავის ცოლები საიდან მოიყვანა იზმაილიდანაც მოიყვანა ქანანეებიდან მოიყვანა დღევანდელი არაბები წინაპარი ესა და დღევანდელი არაბული ტომების და ჩვენ აგერ სიცხეს უშრობს ისრაელის ერს და ეს კონფლიქტი კიდე გრძელდება სანამ არ მოვა მეორედ მაცხოვარი ხო და სანამ ეს დედამიწა არ დასრულდება აი სად ეყრება საფუძველი ამას იაკობის ოჯახი ისააკის შეცდომა რა არის ჩვენ ხო შეცდომებს სწავლობთ რომ ჩვენ რაღაცნაირად მადლი იმას ავქნათ აი ქრისტეს ვერ დავაფასებთ თუ კარგად არ ვიცით ჩვენ ქრისტესა და ღმერთის ურთიერთობა ცოდვილ ადამიანთან ამ შემთხვევაში იაკობთან აბრაამთან ეს უნიკალური პიროვნება არ არის აბრაამი ისააკი რა დღეში ვარდება ბოლოში ნახეთ ოჯახი ამას მაინც არ ყავდა 4 ცოლი 5 ცოლი 10 ცოლი და ქანაანელები ერთადერთი ქალი ყავდა მას ქალი რომელიც სიყვარულით წამოყვა ლაპარაკი არის რებეკაზე ეს იყო რომ მოისმინა ისტორია ისააკის საუცვარი ისტორია ეგრევე ცოლად წამოყვა ისააკს და როგორ მოხუცებულობის ჟამს ისააკი სად შედის უკვე რატომ მოხდა ეს რომ ხედავთ ამან ოჯახში მოადუნა ეს სულიერი მოძღვრის როლი და ხორციელი იმაში მოგვევლინა მიუხედავად ამისა ისააკი მაინც პატრიარქად ითვლება ეს მიაქციეთ ამას ყველა და ეს ღმერთის მადლი არის ამიტომ ქრისტიანობა ხო ეს მადლზე დაფუძნებული მოძღვრება არის მადლი რა არის არაფერი ჩვენი დამსახურება ყველაფერი ღმერთის და არავინ არ მითხრას რომ ღმერთი მოძულია ერთი მოიშორა მეორე არა უბრალოდ როცა ვადარებთ აი კაენს ესავს ამ ხალხისგან უნიკალურები ესენი არ არიან მაგრამ ამათ ხანდახან ღმერთთან ყოფნა უნდათ სურვილები აქვთ გამიგეთ და ცოდვისა გამო მუდმივად ჩვენ ამ ტრიალში ვართ აი სწორედ ამ ცოდვის გამოსყიდვას ემსახურება სწორედ იესო ქრისტეს ჯვარზე გაყვრა რომელიც წინასწარმეტყველა ღმერთმა დადო ეს აღთქმა ჯერ კიდევ ედემის ბაღში როცა უკვე განაჩენი გამოუტანა ადამსა და ევას და როგორ შესრულდა 5000 წლის მერე ეს მადლი არის მეგობრებო არა ჩვენი დამსახურებისამებრ არა ჩვენი კეთილი საქმეებით არა ჩვენი ზნეობით არა მარტო რწმენით გამართლებით და იმ რწმენით რომ იესომ შეგვარიგა იესომ მამასთან და აღადგინა ჩვენში დაკარგული რაც იყო სულიერი სახით და იყო სულიერი ნიშნავს ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა უნდა კონდეს ჩვენ გვაქვს ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა ამ სახით ესე დაგვიწესა ესეც ღმერთის წმენას ეფუძნება არ უთქვია ღმერთს აი იერუსალიმში შეხვდები თორე აუცილებლად დღეს ვეწავალ დღეს მეუნება ბიბლია რომ იესო ქრისტე ყველგან არის თუ ამას არ შეხვდები ბიბლიის ფურცლებიდან ამას და შენ წმენას არ გაიზრდი ჩემო კარგო იქით როგორ გადავალთ მე რომ დავამთავრებთ ამ ცხოვრებას ჩვენ ცხოვრება კი გზადაგზა ნელ-ნელა დნება აი ყავით 6 წლის გახდით 10 წლის 20-ის 24-ის 25-ის და გინდა არ გინდათ ამ კარებს შევაღებთ და რას გაიტანთ ვერაფერს ვერ წაიღებთ თქვენ არნაირ მატერიალურ ვერაფერს და თუ ეს წმენაში არ გაიჯინეთ რა ვიცი რა იმით უნდა წახვიდეთ ახლა იქით და რა არგუმენტებით ვასაბუთოთ ახლა ათეისტურის რო იძახდა რომ ჯოჯოხეთი არის ჯოჯოხეთის მაშინებს თავის მოკლამი და დამეხმარეთ ათეისტებო ეს არის აზროვნებაში პრიმიტიული მიდგომა ესე საკითხი არ უნდა არასწორად არის კითხვა დასმული რო იცით რა მეშინია ჯოჯოხეთის და თავის მოკლამინდა და დამემტკიცეთ ათეისტებო რო ღმერთი არ არის ჯერ რა ლოგიკა არის ვინ რა უნდა დაგიმტკიცოს რა არის დასამტკიცებელი ცოდვილმა ბუნებამ რა უნდა იკვლიოს ადამიანმა არაფერი არ იცის თან განსაკუთრებით ქართულ სივრცეში იმდენად ბეყია ეგ საზოგადოება არც სწორი წარმოდგენა აქვს ღმერთზე რომ არ შემოსულიყო სწორი წარმოდგენა ღმერთზე ნინოს სახით და მოციქულები რო შემოვიდნენ მანდა ჩვენ ისევ წარმართული იმაში ვიქნებოდით აუცილებლად მუსულმანები იქნებოდა ხალხი შინაარსით ახლა ქართველი მუსულმანია რო იცოდეთ შინაარსით მუსულმანია ფორმით არის ქრისტიანი და ისეთნაირი ფორმა აქვს რომელიც არ შეესატყვისება ქრისტეს ფორმას უფრო მუსულმანურ იმასთან არის და რო განსხვავებოდა რომ არ დაგვაბრალონ მუსულმანობაო რაღაცნაირად ჯვარი ჩამოიკიდეს მაგრამ ამათ შინაარსი ძალიან მუსულმანურია ყველაფერში მსგავსება არის მუსულმანებთან და აგი მუსულმანებიც უფრო მოისხეს ქრისტიანებს ესენი დღესაც დაძდევენ ჩამოვიდა ამერიკიდან კაცი ავათუ კარგად ფრანკლინი არ მიიღეს ისეთი ის წავიდა ეწოლა რომ აი მოიწამლებით არ შეხვიდეთ და მუსულმანები რო შემოვიდნენ იმაზე არ იძახიან მოიწამლებით მეჩეთები რო ააშენეს ამაზე არავის არ უთქვია მოიწამლებით არ შეხვიდეთ იქ არის ლოცვით პირიქით მედიან ლოცულობენ ქართველებიც შევიდნენ იქ ევანგელისტებიც და ერთად ილოცეს მუსულმანებთან ეს ქრისტიანი კაცი ევანგელისტის რატო აშინებს ესე ამ საზოგადოებას აი ამაზე იფიქრეთ არ არის ესე ვაჭარბებ სირცხვილი ქართველი არის რომ ქრისტიანობდეს და ქრისტესი ეშინოდეს რომ მოვიწამლებითო და არ ეშინოდეს მუსულმანობის და 313 მეჩეთი დააყუდეს მაგრამ ქართველები
მუსულმანობისკენ წავიდნენ. და მარტო ერთი მღვდელი სწორი თქვა, ქართველი მუსულმანი ჩემთვის ძმა აღარ არის. სწორი ეგ, როგორც იაკობისთვის ესავი ძმა აღარ არის. მე რო ბიოლოგიური იმით გამოხვედი. არაფერი კავშირი არ არის მასთან. ჩამოთვლილია 36 თავში. ნახეთ რა მეფეები, რა თავკაცები. მე საქონელი ჯოგი ისე გამრავლა, რომ პარალელი ალბათ ასოცია მოგვივიდა. ჩვენ ასოცია საიდან? ლოტისა და აბრაამის იმიდან. გახსოვთ იქაც როგორ მოხდა დოლათი და ის რომ გამრავდა საქონელი, წყემსებმა ჭუბი დაიწყეს და რო ეს არ გადაძდილიყო საოცარ კონფლიქტში და სისხლის ყრა არ მოყოლოდა ამას, დაშორდნენ. აბრაამმა ჭკუაგონება იხმარა და იგივე მოხდა აქაც. ნახეთ თვითონ ესავე გამოეყო მას ძმები დაშორდნენ ერთმანეთს, იმან მოხვედა თავის იმას და წავიდა. ედომი და დაარსა და მოდგმაც წაგვიკითხეს. და თან მოდგმაში დააკვირდით რა ამბიცია ყველას უფროსობა უნდა. ამიტომ არის ცოტა ეს თავი იუმორი და მაგიტომ მეცინებოდა მაგ თავზე. თქვენ ალბათ მასე ყურადღებას ვერ გაამახვილებდით იმის გამო რომ ჯერ გამოცდილება არ აქვს კირწიკთან კითხვისა და დროც ჭირდება ამას და მე როცა განვითარდების რაღაც გარკვეული მასე თქვენს გამიგეთ რატო გამეცინა მე თქვენს აუცილებლად ესე გაგეღიმებათ მაგ თავებს. ჩვენ ამით ესე ვამთავრებ 36 თავს აქ ვემშვიდობებით ახლა ესავს და მე ეს თავში ჩემს ყამალიკი მაინც მე ეს ეხაც გააძრობს ისრაელს რო გადავალთ მე მეფეთა თავებზე და აი 37 თავიდან უკვე იწყება 50-ის ჩათვლის იოსების ისტორია და აი ეს კაცი არის ყველაზე გამორჩეული აბრაამი, ისააკი, იაკობი და იოსები. მართალია აბრაამი მოიხსენება როგორც წარმენის კაცი და ესე არის ცნობილი და ამას ახალი აღთქმაც ადასტურებს, მაგრამ რო შეადარებთ იოსებს ამ პიროვნებას მაინც ერთი შეცდომა არ აქვს. ერთი შეცდომა თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ადრეულ ასაკში ეს ძალიან გაამაყდა და მოირგო აი ეს გამორჩეულობა მამის მხრიდან. აი სწორედ იაკობს უნდა დავაბარალოთ, რომ ერთი გამოარჩია ძმებისგან და ეს აიჩემა და შეიყვარა ეს და ამით კონფლიქტი შევიდა ოჯახში. თუ გამორჩევას დავაბარალებთ, ვინმეს იაკობს უნდა დავაბარალოთ და არა ღმერთს, რომ გამოარჩია იაკობი ესავისაგან. აი იაკობი აკეთებს ამას. ესეთი მრავალრიცხოვანი ოჯახის მამა რატომღაც აიჩემა ამ რახილის სიყვარულის გამო თუ რაღაცა და დასახა ეს იოსები და მართლაც შეიძლება საყვარელი შვილი იყოს, იმიტომ რომ უსმენდა მამას, კარავში მჯდომი იყო, სპეციალური ტანსაცმელიც გაიმასაქნა, გამოარჩია ამ ძმებს, შური შევიდა ძმებში. და უკვე ეს ისე გაამაყდა 14-15 წლის ასაკში ეს ბიჭი რომ უკვე იცით რა არის სიზმრები და პრეტენზიას აცხადებს და ნუ ეს კარგად არ არის ფსიქოლოგიურად აღწერილი. თუ ამას შეცდომა ჩაუთვლი, მაგრამ გამიჯერეთ ეს უშეცდომო ტიპი არის. მე როეში რასაკეთებს და როგორი გული და ყველაზე ახლოს მდგომი ღმერთთან უცნაურია იოსები არის და ძალიან კარგი წინასახია იესო ქრისტესი. 30 მუხლში იმეორებს ყველაფერი იმას. ნუ ისააკი ხო ვნახეთ ჩვენ 22 თავში და ერთ-ერთი ძლიერი სახე კიდე იოსები არის რო იცოდეთ. ჩვენ ამაზე მე უფრო კარგად შევჩერდებით და რაღა დაგვჭა ორ-ორი თავით უკვე დავამთავრებთ ამას და მთლიანად შეიკერება აი ეს შესაქმე დაბადება. და თუ ამ დაბადების დროს თქვენ არ დაიბადებით, არ გამოვა არაფერი მეგობრებო, გამიგეთ. კიდე ერთხელ უნდა დაიბადოთ და ბევრი რაღაცები უნდა დავმარხოთ ისევე როგორც იაკობმა თავის ოჯახს უთხრა, გაიძარცვეთ ტანსაცმელი და ეს კერპები გადაყარეთ. ასევე ყველას თავის ღმერთი ყავს, გადაყარეთ ის ღმერთები და დამარხეთ და დაადექით ერთ ცოცხალ ღმერთის რწმენის გზას, რომელსაც იესო ქვია. და ეს თუ კარგად არ შეისწავლა კაცმა, პრიმიტიულ დონეზე ვიქნებით. ქართველი არის დიდი ხანია ღმერთს გმობს და როგორ შეიძლება მოავლინოს ღმერთმა მაგ ქვეყანაში ისეთი მთავრობა რომ ყველა კარგად იყოს. მე არ მიჭერა მაგის, აი მე ვარ მორწმუნე და ჯერჯერობით ასე მიდის ყველაფერი. ვერაფრით ვერ დავიჯერებ, თუ ერმა არ გაასწორა ურთიერთობა ღმერთთან, როგორც იაკობმა გამოასწორა ეს და გადაარჩინა, არავინ არ დაადევნა, არავინ არ გამოეკიდა, არა და მთელი ის უნდა დასხმოდა, თავზე ამა გაანადგურა სულ ყველა. ღმერთი ჩაერია მეგობრებო, ეს ნამდვილი არის ესა და იოტისოდენა ის არა მაქვს, აქ შეეჭვება, ვთქვათ, რომ ერთი წუთით დაფიქრდე და როცა ჩაუკვირდები მე იაკოვის ოჯახს და ახლა მადლობელი ვარო თქვენი თანდასწრებით კიდე ერთხელ ვეცნობი ამ ისტორიას, რომ არ ვთქვა რომ წავიკითხე ერთხელ, აი კიდე ერთხელ დიდი სიამოვნებით უსმენ. ვიცი ადგილები, თავები, მახსოვს, მაგრამ რა თქმა ეს რაციონალურში თუ ჩემი სული არ დაიძრა უკეთესობისკენ და მუდმივად აი ეს ბრძოლა რომ აქვს მეც ერთგვარად მებრძოლი და იყო ქრისტიანი ხარ მებრძოლი. და მუდმივად უნდა ვძლიოთ ისეთი ადამიანები, ვინც წარმართები არიან. იაკობიც ხო მებრძოლი არის, ღმერთთან იბრძვის და ძლევს წარმართულ ცნობიერებას თავის თავში და გვერდზე ადამიანებში. ჩვენც მებრძოლები უნდა ვიყოთ ამ ხრივ. მუდმივად ვფიქრობთ, ვაზროვნებთ, ღმერთთან ვართ, ვიკვლევთ ამ თემებს და ეს ბოლომდე იქნება. მე ღმერთმა განსაჯოს ხო როგორ იქნება, რა იქნება, წინდაცინ რა გითხრათ შემოყარგებო. ემადე არ წავიქცეთ, არ დავეცეთ. ასაკში მე მოდის უამრავი რაღაცები და ისაკივით არ მოგვივიდეს ის რომ ისაკს კი ღმერთმა უშველა და რა გარანტია რომ თქვენ ჩაგითვალოთ ის რომ მთელი ცხოვრება ბიბლიას კითხულობდით. არასოდეს არ უნდა დავიმშვიდოთ თავი ამით, იმიტომ რომ არ არის ბიბლიაში გადმოცემული გარდაცვალების დროს ისაკი რამ მდგომარეობაში იყო. ჩვენ არ ვიცით. ის ვიცით რომ
ეს ბიბლიაშია ჩაწერილი და ეს ის კაცია ერთ-ერთი წინასახეთ, ქრისტეს წინასახეთ, რომ ისააკი იყო 22 თავში ბიბლიის შესაქმნას გულისხმობ. ასე რომ გაიზრდებით ყოველი ურთიერთობის დროს და ჩვენ გვჭირდება როგორც არასდროს რწმენით უნდა ვიაროთ, ღმერთის რწმენი და აღარ არის საჭირო ჩვენთვის მაინც კირკიმალობა და მე ზედაპირული პრიმიტიული რწმენაც არ არის სწორი. პრიმიტიული რწმენის მატარებელი კაენი არის, ესავი არის. ამით ვერ გადარჩებით. ესენი ურწმუნო არც ერთი არ არის ურწმუნო. ესავის ღმერთი წამს. თელ საქართველოს დღეს ღმერთი წამს. მაგრამ ამ რწმენას არაფერი არ მოაქვს საქართველოსთვის. არც მოსახლეობისთვის, არც ხორციელ სფეროში, არც პირიქით წამოაჯინა ქართველებს, ქართველები და ეს ქართველები ტყავს აძრობს მოსიყვარულე ქართველებს. თან სათავეში მჯდომე ქართველებს უყვართ ისტორიული ქართველები, მაგრამ რეალურ ქართველებს ქართველებად არ თვლიან. ეს ტრაგედია, სახეზია მეგობრებო. ასე რომ ვისწავლოთ და ჩვენ მაინც ჩვენ გადავრჩეთ და ჩვენ სირგული ყოფია და რო შექმნით ოჯახი იქნება ეს თუ ვიღაც გაერთიანებაში, ის არ დაგემართოთ, რაც იაკობს დაემართა. იაკობი სწორედ ამით არის ტრაგიკული და წინელოდება მას კიდე ტრაგედიები. ჩვენ გავეცნობით კიდე ამას და კიდე დავამუშავებთ, როგორ გაიმარჯვა ესე და რატო გავიაროთ ტანჯვით, როცა ადვილი გზაც დაგვისახა იესომ. მიწამეთ მე, არ არის საჭირო არაფერი. ყურადღება მომაქციე. დაფიქრდე ამაზე, გადახედე სამყაროს, წაიკითხე, გაითავისე. მე საკუთარ თვალყურს ადევნე. მე გააკონტროლე შენი ბნებები, გააკონტროლე შენი ლოგიკა. აბა დათქმიდა ქრისტიანობა, თქვა ზედაპირული იმ თვალსაზრისით, რომ იცი ვერბალური ქრისტიანი. ვიძახი, მე ქრისტიანი ვარ, უფალი მფარველობს. და ამ დროს ვიცი რა, ვერ აზროვნებ. ყოველფერს ნაბიჯს ეს თომას უშვებ. ისე შემოგეპარება ცოდვები და ტყუილები, რომ გონია რომ ეს კარგი არის და თან ამას დაარქმევ სურპრიზს. ტერმინებს ცული არასაჭიროა ეგა. ამის გამოსწორებაზე ჩალიჩობ როგორი გაგებით, იცი რომ რა დონეზე გავიდა ეს ცოდვა. ამას იაკობიც იმაშვებოდა, ხო? მაგრამ ღმერთი დაელაპარაკა უთხრა მე შენთან აღთქმადავდე რის გეშინია. ასევე იესომ გვითხრა რა გადარჩენილები ხარ და მე მუდმივად ეს რატო გჭირდება ჩვენ რომ თუ ჩვენ ცოდვილ ბუნებაში ვართ, ჩვენ ხორცში ვართ ისევ გამომწყდეული და ბრძოლაა პავლესავით. ხო, კარგი მინდა, მაგრამ ბოროტი მეტმაცნება. ჩვენ ვაცხადებთ ბრძოლას საკუთარი პიროვნების მიმართ. ეს იმის ბრალია რომ გავიწყდება ღმერთთან ურთიერთობა. იაკობსაც ეს მოსდის როცა ავიწყდება ღმერთთან ურთიერთობა შეცდომებს უშვებს. როგორც კი ღმერთი ისევ გამოეცხადება ამას, ფეხზე დგება. აგარს ღმერთი არ გამოეცხადა? არ იცოდა აგარმა რომ ცოცხალი ღმერთი იყო იგივე აბრაამს რო ეცხადებოდა? ეს არ ასწავლა ისმაილს, რომ გავიდნენ? რომ გავიდნენ, იმიტომ კი არ გავიდნენ, რომ ღმერთს დაშორდნენ. ჭხუბი არ ატეხოთ და თუ ღმერთს იწამებ, იგივეს, რომელიც ღმერთის წმენაც აბრაამს აქვს, დაბრუნდი ამ ოჯახში. თვითმიზანი ხომ არ არის, იცი რა ყიღა ესაც აიტეს აქედან. პირიქით გავიდნენ ისინი და სულ დაშორდნენ ღმერთს. ასევე მეგობრებო, როდესაც ხშირად არ ახარ საღვთო წერილთან, ამაზე არ ვფიქრობ ამ საკითხზე, არც რომელიღაცა ციტატას არ აიღებ, არ დაამუშავებ და უფრო მეტად ხორციელ საზრუნავით რომ გაქვთ თავი გამოტენილი. მე ახლა გაგიკვირდებათ რომ ნამდვილი ღმერთის სახე წავიდეს და შემოგეპაროს ცრუ ღმერთი და თავი მორწმუნედ წარმოიდგინო, ან ურწმუნო, თუმცა ჩემ ლექსიკონში იცით რომ ურწმუნო ისეთივე სულელური ტერმინია, როგორც აბსტრაქტული და როგორც მორწმუნე. ურწმუნოც რწმენას ეყრდნობა, მაგრამ მისი რწმენის ობიექტი სხვა რამე არის. რელიგიის პიროვნება ისიც, იმიტომ რომ სიტყვა ათეიზმი ეს ცარიელი ფუჭი სიტყვა არის. იმიტომ რომ ღმერთის უარყოფა არ შეიძლება თუ ღმერთი არ არის. და საერთოდ ტერმინი სხვა რამე დაარქვი. საერთოდ არ დაიწყო თეორიების წერა და არ ამტკიცო ის რომ ღმერთი არ არის. რო ამტკიცებ რომ ღმერთი არ არის, ესე იგი ღმერთი არის. არავინ არ ამტკიცებს ბაბა იაგა რო არ არის. არავის არ დაუმტკიცებია მაგალითად ბესმერტნე კაშეი რომ არ არის. ყველა მიცის ვინმე თეორია თუ აქ დაწერილი ამაზე. და მუდმივი წიგნებია დაწერილი რომ ღმერთი არ არის. ესე იგი არის. აბსტრაქტული ღმერთი ახლა არ შემოდის ჩვენ თავში ცით და ახალგაზრდას განათლება უნდა და ცოდნა უნდა და წმენა და ღმერთი იწამე. აი მინდა გავიქო რა. დავეწაფე იმას და არც თუსაბ ძალიან კარგი რომ წავიკითხე, გავიგე და ფილოსოფიის ისტორიასაც გავეცანი და ელემენტარული კურსი მაინც ვიცი, მე ელემენტარული ეს მიყვარს მე კაცი რომელიც აზროვნებს. და ბლეს პასკალი მოაზროვნე კაცი არის, ისევე როგორც რომელიმე ჩემთვის მიუღებელი ვთქვათ, რომელიმე ვთქვათ მისტიკოსი ფილოსოფოსები, ესე მაისტერ ეკჰარტი იქნება ეს თუ სილეზიუსი, ანგელიუსი. ესენი როცა ვკითხულობ მასეთ იმეებს და იგივე ვთქვათ რომელიმე კირკეგორი, ეს ქრისტიანი კი არ არის ჩემთვის ეს ხალხი. მაგრამ ისეთი კარგი მოაზროვნეები არიან, მე მაფიქრებს აი ესეთი გონება ვინ შექმნა და ამათ რო უკვირდები, უფრო ღმერთი, ბიბლიური ღმერთი მიყვარს. რომ ასეთი მოაზროვნეს ღმერთი თუ შექმნის, თორე ისე ევოლუციის თეორიით ახლა ბაღლინჯოდან მოაზროვნე ადამიანს ვერ მივიღებთ. ბაღლინჯოდან ვიღებთ ბაღლინჯოს. მაიმუნიდან კიდევ ისევ მაიმუნს მივიღებთ. მაიმუნიდან არ შეიძლება მივიღოთ პლატონი. ამიტომ აი ევოლუციის თეორია ჩემთვის არის ძირშივე მივღება. ამოცანა არის, მიაქციეთ ყურადღება,
რწმენაში თუ არაფერი არ გეძლევა თქვენ? თუ ამაუვა მაგის კითხვა. ლაპარაკი არის ინტელექტუალურ რწმენაზეც და არა აბსტრაქტულ ჰაერში გამოკიდებულ უაზრო. ეგ რწმენა არ არის. ეგ სხვა რამეა რა. ეგ თუ არის სატანური ან რაღაცა. მე ვთქვი, გააზრებული გაქვს ეს ყველაფერი ძალიან კარგად და ხარ რა ესე მდგრად რა. რო იცი რომ ვერ შეგარყევს ვერავინ. აქ კუთხით ვიძახით, თორე ისე რომ წაიკითხავ სიუჟეტს მოყვები ეს ყველა შეუძლია. რას გვაძლევს, რა სულიერი გაკვეთილი უნდა გამოიტანოთ აქედან. აქ ხომ ღმერთზე არის ლაპარაკი და ჩვენც ახლა ისეთ ეპოქაში ვიმყოფებით, რომ ნაკლებად ვინმე ამასთან იყოს არც გამოცხადება, არაფერი, არავად განებივრებული იყოს რომელიმე ქვეყანაში პიროვნება, ვისაც ეცხადება ღმერთი, ყველა მივაკითხავდით იმას, დღეს ისეთი კომპიუტერული ის არის სისტემა და საერთოდ ტელევიზია, ჩვენებენ ტელევიზორში. და ახლა წარმოიდგინეთ, მაშინ ცოტა სხვა რაღაცა იყო, ხო არც ტელევიზორი იყო, არაფერი არ იყო. მართლაც ეს 100%-ით ღმერთი თუ არ გამოეცხადა ადამიანს, როგორ უნდა გავიგოთ, რომ ღმერთი არის? ამიტომ ფილოსოფოს თუ არ ეცხადება ღმერთი, ღმერთზე უბრალოდ ფილოსოფიური წარმოდგენებით ოპერირებს და ამბობს, რომ არის ღმერთი და უწოდებს ხან იმას, ხან ამას. თუ არ მოხდა გამოცხადება, როგორ უნდა მოხდეს, რომ არის ღმერთი? ამიტომ ვიძახი, ერთადერთი წიგნი არის ბიბლია, სადაც არის გამოცხადების ისტორია. სხვა წიგნებში არ არის, არც ბუდასთან არის, არც ინდუიზმში, არც მუსულმანურ ყურანში ამომიკითხია, რომ ღმერთი გამოცხადებია ვინმეს. მუჰამედი რო ბოდავს რაღაცებს, ეს კარგად არ აქვს მაგას ჩამოყალიბებული და რო შეადარებთ იმის ბოდვებს და აქ ჭეშმარიტებებს ბიბლიის სახით, მიხვდებით, რომ აქ რეალური სურათი არის. ხო, იმას ფრაგმენტალური კონსპექტები აქვს ნასესხები ძველი აღთქმიდან მუჰამედს და ნახეთ სამყარო როგორ არის წარმართული ფილოსოფიის მოდერნიზირებული ვარიანტი არის ისლამი. ეს რაც იყო აი ბიბლიაში რო არის წარმართი ფილოსოფოსები. მისი მოდერნიზირებული ნასესხები აქვს რაღაცეები და ერთ პოლითეიზმს თუ არ მისდევენ, სამაგერად არანაირი ის არ აქვს სწორი დამოკიდებულება ღმერთთან. მათთვის წარმოუდგენელია ღმერთი როგორია განსხეულდეს და ცოდვა როგორ უნდა გამოისყიდოს. მადლიმით მათთვის წარმოუდგენელია და ამდენად არიღებენ ბიბლიის ამ ნაწილებს და ტოვებენ რას? ღმერთი არის, იქით არის, არ ერევა, ჩვენ უნდა შევასრულოთ პრინციპები, საქმეებით გადავრჩებით. და რაც მეტ მტერს მოკლავს 64-ში ნაშებთან იქნები. აი ძალიან პრიმიტიულად. ძირითადი აზრი ეს აი ჯოგში ეს არის შეტანილი. ეს არაფრის მომცემი არ არის. ამიტომ მუსულმანურ სამყაროში ადამიანები არ იცვლებიან. შეიძლება წარმოშოს კარგი ფილოსოფოსები, ისევე როგორც ესავის 36 თავი გენეალოგია წარმოშოს სწორედ ამას. კაი ტიპები არიან, მეფეები არიან, თავრები არიან. ვიდრე ვთქვათ იაკობი მეჯოგე რაღაცა, აი ზემოდან დაყურებენ ამას. არაბულ სამყაროშიც ფილოსოფოსებიც წარმოშვეს. მათემატიკა და თელერიგი რაღაცეები არის, მეცნიერებაც ყავთ ასე თუ ისე. მაგრამ თლიანად განვითარებული არ არის ესა, ცოცხალღმერთი მათთან არ არის. ასე რომ ცივილიზაცია არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც ცივილიზებული არის ქვეყანა აბსოლუტურად ღმერთის მიერ. ცივილიზებული იყო კაინისისა, შემდეგ ედომის. ყველა ცივილიზებული ქვეყნები იყვნენ, ძალიან ძლიერი ქვეყნები ესენი. რა ვიცი, ხელოვნებისა და ლიტერატურისა და თელერიგი რაღაცეების ის იყო, აი თუბალ კაინისა და იმის შთამომავლობა, ეს კაინის შთამომავლობა, სულ ყველა ესენი. კარგია ცივილიზაცია რომ, მაგრამ ცივილიზაცია თუ ღმერთის რწმენით შენდება. თორე ისეთ ცივილიზაციას ღმერთის გარეშე ადამიანი აშენებს. ამის დადასტურებაა დღევანდელი რომელიმე ნიუ-იორკი და ისინი. თუნდა ამას ღმერთის რწმენა არქიტექტორს რწმენა საერთოდ ღმერთის არ აქვს, დგას და აშენებს იმას და მერე განადიდებენ არქიტექტორს, ჯილდოებს მისცემენ, შეხარის ხალხი. კერპთაყვანისმცემლობა ეს. და აი ხატრებს შეხარიან, მსახიობები არის იმათ ვარსკვლავები და აი ღერიან ვარსკვლავები, ცეკვავენ ვარსკვლავები. ამ დროს ადამიანი ცოდვად დაცემული არის და ესე რომ ეს მე არ მიგვირს. იყო ცივილიზებული ქვეყანა არ ნიშნავს იმას, რომ აი ცი ღმერთის მადლი არის. კარგია, როცა ცივილიზაციას ღმერთის მადლით არის ცივილიზებული. თორე ისე ადამიანი ღმერთის მიერ არის შექმნილი და ღმერთის გარეშეც მოაწყობს ქვეყანას და ყველაზე კარგი დადასტურება ყველაზე გაფურჩქნული ცივილიზებული წარმართული ქვეყნები ათენი და რომი. არც ერთი არ იყო ცოცხალი ღმერთის წარმომადგენელი. რომშიც მრავალღმერთიანობა იყო, ათენშიც მრავალღმერთიანობა იყო, ოქროს საუკუნეთ არის ცნობილი ერთიც და მეორეც, ჯონჯოლებით ეყარა ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები, ლიტერატორები, პოეტები და შედევრებზე იყო. არქიტექტურით დღესაც აუცებს სოფლიო და ბევრი რამე რაც თანამედროვე არქიტექტურაში იქიდან არის ნასესხები. და საერთოდ ისე იყო მოხიბლული ანტიკური ცივილიზაციით მთელი სამყარო, რომ მაგ გზადაგზად მეორდებოდა აღორძინების სახით, მერე იგი ბაროკოს სახით, შემდეგ კლასიციზმის სახით, მთელი ეპოქა ესეა სოფლიო კულტურის ისტორიას რო გადახედავთ. ესე იგი, ეს ბოლომდე ამ მიტყვებაში იჯდა ყველა. იმდენად ის იყო მისაბაძი მაგალითი ანტიკური ეპოქა, ანტიკური პოეზია, ანტიკური არქიტექტურა, ანტიკური მოდელები ყველაფრისა, არქიტექტურაში, ყველაფერში, ქანდაკებაში და ლიტერატურაში. ვთქვით, ეს იყო წარმართული ქვეყანა. სწორედ ამ წარმართულ ქვეყანაში გაისმა ხმა. აი ეს არის უცნაური. წარმართულ ქვეყანაში მოდის და ღმერთს ავრცელებს პავლე და გაოცებული უყურებენ გაამაყებული ანტიკური ეპოქის წარმომადგენლები, თავის დროს უდიდესი ფილოსოფოსები, მოაზროვნეები, პოეტები და ლიტერატორები მასხრად იგდებენ პავლეს, როცა იგი აღდგომაზე ლაპარაკობს. ასევე მასხრად აიგდეს ქრისტე. თუმცა ქრისტე რომში არ გაუსამართლებიათ,
იგი არ გაცდა თავის სამშობლოს და ისეთ დონეზე არ იყო ცნობილი ხომ, როგორც აი პავლე, თქვათ, ათენშიც იყო, რომშიც იყო და აღწელებდა ქრისტიანობას მთელ აი მაშინდელ მსოფლიოში, იმჟამინდელი მსოფლიო იყო. მერე დაიძრა თანდათან მოციქულებმა დაიწყეს 70 გამრავდა ისა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დაიწყო გავრცელება. ეს ღმერთის ნებით მოხდა და შემოაღწია ჩვენთვის წარმართულ ქვეყანაში. საქართველოს საოცრად წარმართული ქვეყანა იყო. ათეისტური ქვეყანა კი არ იყო. ეს იყო კერპების ქვეყანა საქართველოს. ქართველი ტომები, არა მარტო ქართველი, ყველა ეს ტომები, მთელი დედამიწა საფუძველს იღებს ნოეს სამიშვილიდან, სემიქამი და იაფეტიდან. და ბუნებრივია რომ მარტო სემიტელები იყვნენ ცოცხალ ღმერთის სახე. დანარჩენები ის ორი, რომელიც ძალიან მთელი დედამიწა მოიფენა ამ ორი შვილის იმით, სულ ყველა იყო კერპთაყვანის მცემელი. და საქართველოს მათ რიცხვში შედის, ესენი არ იყვნენ სემიტელები. ესენიც წარმართები იყვნენ და ქრისტემდე საქართველოს ყველა ტომი, ყველა კუთხე, ყველა ოჯახში იყო თავისებური გაგება ღმერთზე. ღრმად მორწმუნე რელიგიური ერი იყო ქართველი ერი. და შემოდის ახალი აქაც როგორც ანტიკური ცოცხალ, რა ვიცი, მიიღეს კი? არ მიიღეს. დღესაც არ იღებენ. როგორც ისრაელში არ არის მიღებული იესო დღეს, ისე არ არის საქართველოში იესო მიღებული. იესო გამოყენებული არის. მოდი ვთქვათ, გამოყენება სხვა რამე, მიღება სხვა. როცა იღებ, იცვლები. როცა იყენებ, არ იცვლები. და გამოყენება საბედისწეროდ მთავრდება მოსახლეობისათვის. რაც სახეზეა. მთელი საქართველოს ისტორია ეს არის გაუთავებელი სისხლისღვრის ისტორია. და ახლა მოდერნისტული საქართველო რა დღეში არის? გაუბედურებული მოსახლეობა. მაინც აკონტროლებს ღმერთი ამას. ვისთვის? აქა-იქ მიმობნეული ქრისტიანებისათვის. ხომ არის ესეთი? არის რა ხალხი ვიცნობ, რომ ყოველ შემთხვევაში თუ ესეთი არ არიან ძალიან ამაყისენი, ფიქრობენ მაინც რომ ეცი რაღაცა ჩემი წმენას აკლია. და ესეც ქრისტიანობაა, როცა დაეჭვდები და წინ მიდიხარ. და როცა უკვე შენ თუ დარწმუნებული ხარ, რომ ეს არის სწორი და ფრანკლინა საწამლავია, აი ეს არის ძალიან ცუდი რამ. სულია მეგობრებო ღმერთი, სული. ეს სული ჩვენში თუ არ გაცოცხლდა, თაქმეები კარგი არ იქნება. კარგით. ეს რაც შეეხება ამას შემოკარგება.